საღამოშვიდეებსა თვითფასო მაყურებელო, აგრძელებთ ჩვენ მრავალწლიან ტრადიციულ ლაივს. დღეს შენიერი დღე არის. ზოგადად რაც უფრო ახლოვდება არჩევნებით უფრო უკეთესი დღეები არის. მე სულ უფრო ასე ვთქვათ ველოდები, აი ისიც ხო ისე ძილიც რო გეზარება, რომ კიდე სწრაფი გადაახვიო და შედეგები ნახო, იმიტომ რომ მე გვიდი ძალიან ასეთი საინტერესო პროცესი იყო. ზოგადად დღეს არ ვიხსენებთ რაღაც ყოველ წელს რაღაც ძალიან საინტერესო რაღაც ხდება. რა არც ისე სასიამოვნო, მაგრამ აი რო გადახედავ რა ხვდები, რომ აი რა გამოვიარეთ, როგორ გამოვიარეთ. ესეც რაღაც აი ამ ერთ-ერთი ასეთი იქნება, როგორც არ უნდა დამთავრდეს რა და ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები ყველაფერს. დღეს ჩვენი ლაივის შემდეგ დაიდება ძალიან მაგარი ვიდეო, ერთი კიდე ახალი ვიდეო გავაკეთეთ. ეგ ვიდეო გაიშვება ტელევიზორში? არა, დიდი ვიდეო რაღაც წუთი და რაღაც არის რა. ბოლო დღეს რო დავაგროვოთ და მარტო ეგ ვატრიალოთ? არა, ტელევიზორზე ვაფშე ეს გაითიშება პარასკევს ღამე. ჯერ ეს და მეორე, აი ხა მაგალითად ორშაბათსაც დავაგზავნეთ განახლება რეკლამების. დღეს ტელევიზორი ხვალ უშვებს მაგალითად. ანუ ხო იცი როგორ არის, თუ ტელევიზიას უნდა სწრაფად გაგიშვებს. მაგალითად აჭარამ გაგუშვა ამის იგივე დღეს. საზღვაო მეორე დღეს ბუღალტერიაში გაგჭედავს რამდენი ხანი ხო და იმას რაღაც კავით სამი სამუშაო დღე და ტელევიზიის ნაწილი აი სპეციალურად აი ბოლომდე გიწელავენ რა აი ტv პირველი ერთ-ერთი მათგანია რა და ამიტომ აი ხვალ დილას გაუშვებენ იმასაც ორშაბათს დავაგზავნეთ რა ამიტომ შენ ეხლა რაც უნდა გააგზავნო ვიღაცები უბრალოდ არც კი გაუშვენ ანუ ბოლო კარგი ვიდეო რომელიც დავამზადე ბოლო ამ არჩევნებზე კარგი ვიდეო რომელიც დავამზადეთ ასევე ხელოვნური ინტელექტით და დღეს ნახე და მართლა ძალიან მაგარია. ყველა რაც აქამდე გინახავთ, ყველას ჯობია. გარწმუნებთ. დაიდება ამ ლაივის შემდეგ. ამ ლაივის შემდეგ. არ გამოტოვოთ, მეც აი რა პირველად ხო ნახე და ამდენჯერაც ოფისში ვიღაცა მოდიოდა ვაჩვენებდით, იმჯერ მე თვითონ ვიყურებდი სიაოვნებით. ძალიან მაგარია. ხო და პრინციპში რაღაც ბოლო ამბები იყო, ოღონდ სულ დებატები მიდის, ოღონდ აი კატასტროფაა რა, უბრალოდ რო ხვდები რომ პოლიტიკური სპექტრი ძალიან დეგრადირდა და დღეს არ ვიცი უყურეთ თუ არა აი სანამ ლაივში შემოვიდოდით დასრულდა ტv პირველზე დებატები. თან ჩვენთვის იმით იყო აღსანიშნავი რომ იაგო ტv პირველზე არ ყოფილა მგონი ერთი წელზე მეტი 10 სექტემბერს იყო ბოლოს. წინა წლის 10 სექტემბერში ვამოწმეთ ხო. წელიწად და ერთი თვე არ ყოფილა ტv პირველზე საერთოდ. ანუ კომენტარიც კი არ მოუთხოვიათ მგონი ასე რომ ჟურნალისტები რომ მოდიან და მე ნიუსში რო უშვებენ. და რახან სავალდებულო გქონდათ რომ რაღაც დებატები მოეწყოთ. და ხა მოვყვეთ დაბიტორე, რას დაბრალდა ეხა ეს ამბავი? თქვენ გონიათ რომ რაღაც ისე. ესე იგი, დაფორმოვებ რო კითხო ტv პირველის ვინმე ჟურნალისტთან. იტყვის რომ იმიტომ რომ ჩვენ თვითონ გრიგოლია დებილობა ელაპარაკა, სულელური მონოლოგი ქონდა რაღაც ეთერში და აი როგორ დაუძახეთ გრიგოლიას მონოლოგი სულელობა და რაღაც ასეთი ამბავი რა. ნუ ოკეი, ხა გრიგოლიას მონოლოგი რო გენიალური არის, მე მგონი გრიგოლიას თვითონ ხდება კაცო. ბოლოს და ბოლოს ეს წლების წინ ცნობილი ფაქტია. ცნობილი ამბავია. მაგრამ აი წამოიგინე რომ აი გვერდნო ასე გრიგოლიას ეწყინა და აი ასეთ გადამწყვეტ რუსულ რეალთა ბრძოლის დროს გრიგოლიას წყენა იმდენად ძლიერი იყო რომ წყენა ვერ გადავალახა. ფლობელმა ლელომ ეხვეწებოდნენ მუდარებოდნენ ვიცი იურიდიულად ფლობელი. განსხვავებული აზრი გჭირდება, დისკუსია გჭირდება, ქოცესხები უნდა წავართვა და გრიგოლია არა только через мой прогнивший труп რო არის. იაგო და გირჩები გავაქროთ. კი და ეს არის ოფიციალური ვერსია. ამ ყველაფრის დღეს დიანამ კიდე რაღაც ვაფშე აფშოში ბუბოდა რაღაცაზე რომ ისაო კაცო თქვენ ამბობთ რომ შეუვარდეთ ეთერშიო რაღაც აი ვაფშე რაღაც მაგათ უნდა შევარდნოდით ეთერში ჩვენ ასეთ ტყული როგორ თქვა არ ვიცი მაგრამ მე ყურში უთხრეს და ავტომატურად გააჟღერა ყურში უთხრა მარტო ის გაამართლებს დიანას ამ ასეთ ტყულის თქვის ჩვენ ამბობთ რომ ისა ხაზრაძის ბიუსთან უნდა მიტინგი ჩავატაროთ ტv პირველს. ხო, ეზოში რო უდგათ. ხო, რა თქმა უნდა. ედგათ მინიმუმ. სამოსახლოთი ბიუსტი. ხო და ანუ ნუ თუ ეს ჩათვალეს რომ ჩვენ მოუწოდებთ ხალხს მიტინგი მოუწყოთ ტv პირველს, იმიტომ რომ რაღაც აი სული ესა ცირკი რომ მოაწყო პოლიტიკისგან და კლოუნა და
ეს იყო, მაგრამ ესე იგი ამას დაბრალდა რა და ნუ რეალურად დაბრალდა იმას, რომ ჩვენ არჩევნებს წინ ჩავკტეხეს, აი როგორც ყველამ ჩავკტეხა, იმედმა რაღაც 2023-ში დაბლოკა შემდეგ ისე ჩავკტეხეს ტელეპილოზე, იმიტომ რომ არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა. იქ ფორმულა რამდენიმე ეთერი ქონდა, ისიც გვებზოდნენ გაქანებული ეთერებში, იმიტომ რომ შეთანხმება ქონდა, ეს ეთერი უნდა ქონდეს, თორე ისიც რავი, ძლივს. იქ წინა არჩევნების ბოლოს და ეხლაც ამ არჩევნების მერე აი მართლა შეიძლება თვეში ერთხელ, რაღაც პერიოდში საერთოდ არ გვიძახდნენ. მერე აი რაღაცა შუადღის ეთერში რაღაცა თვეში. ეხლა ვერ დააკლებ ფორმულას, აი პრინციპში რაღაც კვირაში ერთი ეთერი, დღეს ქონდა ეთერი დილას და კიდე იაგო იქნება და ანუ ფორმულას რა კუთხით რა პრეტენზია გქონდეს ყველაზე მეც ფორმულა გვაშუქებს ეხლა ზოგადად. ნუ ზოგადად შეიძლება ისტორიული პრეტენზია გქონდეს, იმიტომ რომ რაღაცა ეხლა რო კარგად იქცევი ეგანიშნავს. წარსულში რომ მე მასწავლე რომ რაც არ უნდა იყოს ასე თუ ისე რაღაც ხო იცი ადეკვატურობის რაღაცები არის ხოლმე და ტევე პირველმა უბრალოდ ნაგლად დაბლოკა რომ აიგოთ წინა საარჩევნო და აი ცინიკურად და დაბრალდა იმას რომ თურმე გრიგოლიას დებილურ მონოლოგს დებილური რატომ დაუძახეთ ეწყინა ღმერთო ჩემო გეგონება აი ვიღაც აი წარმოგინე აი შენ თუ ოდნავ ადეკვატური ხარ და აი ხა ტაიპლოს ყოლეუდება ინგა რა მაგარი მონოლოგი იყო და ლექსებად წერე და იმეორე სკოლაში სწავლობ და მოხდები რაღაცა ირმა ხო და ეს უნდა მეთქვა წარმოგინე ეს ერთია და მეორე მხარეს კაი შეიძლება თქვა რომ სენსიტიური ხალხია ამ ტელეპილოზე და თავისი კოლეგის რაღაც გზნობებს უფრო წინაყენებენ რუსულებთან ბრძოლას ნუ რავი ესე შეიძლება დასაფასებელი იყოს მაგრამ გაქვს ცოცხალი მაგალითი გახარია დედას მისწავლა აი ამაზე დამომცირებლა თუ რამე იყოს ასაც გახარია უკეთებს გრიგოლიას აი დედა უტირა საჯარო რამდენჯერ ყველა ეთერში უშვება მგონია სახელის ყველა ეთერში და მეტიც კაცო ერთი ეთერი არის ხო იმედია ეხლა სახელი არ შეეშლებაო თუ რა თვითონ გრიგოლი ამიტომ დაიწყო უბრალოდ აი საჯარო იცი და შენ აი ყველა ხვდება რომ შენ თulis გამო ამას იტან ხვდები ამას იტან წესიერ პასუხსაც ვერ მე არ მწყიდა რაღაცა წესიად ვერც უპასუხე შენი დედას რომ ერეუბნები გაიგე ხო და მე მეუბნები რომ შენ დებილური მონოლოგი დებილური დაუძახე ამის გამო თურმე გეწყინა აი ხო და ტკიცებულება საჯარო ტკიცებულება არსებობს რომ ტიპები რო ნაგლად დაბლოკეს და იმიტომ რომ ჩვენი განსხვავებული აზრი არ ყოფილიყო მაგალითად ნიუსებს ხარ არ ყოფილიყო ანუ იქ მელაძეს გუნდია და პოლიტიკური გუნდია რა მე ნიუსებში მახსოვს წერდნენ ხოლმე აი თუ ეთერში მივიდოდი სტუმრად მე რომ გამოდიოდი ხო მაგრამ აი ძალიან ნომინალურად ის ძალიან ბევრი ასკი გაუშვიათ ისე ჩაუწერათ რომ არ ყოფილა მაგრამ ნუ იცი რა ვიცი ხა ნიუს პოლიტიკა ზოგადად ძალიან დელო იყო თან და სულ და ანუ საერთოდ არის რა როგორც არის არ არის დაპირება მაგათ არ ქონდა რომ გამაშუქებდნენ და არაფერი და მაგრამ აქ ხო რაღაც ტიპის გაშუქება იყო რა პოლიტიკურ ნაწილში რა პოლიტიკური ტოქ-შოუების და ტიპებმა დაბლოკეს და თურმე იმიტომ რომ აი ხვდები რა დონის ტყუილია და ეხლა კიდე დიანამ რაღაც მეორე ტყუილი მოაყოლა ხო და აი ასეთი ამბავია რა ხო და ეხლა ამ ტელევიზიამ მოაწყო დებატები ყველა რომ იცოდეთ არჩევნების წინ ყველა ტელევიზიას მარეგულირებისგან აქვს ვალდებულება ჯერით რატო უნდა ქონდეს ჩემი ტელევიზია და მინდა მოვაწყო მინდა რა მაგრამ ჯანდაბას თუ ყველას თანაბარ პირობებში აყენებ ყველას აქვს ვალდებულება რომ დებატები მოწყობს კანდიდატებს შორის და ეს დებატები მართლა აი ქართული წინასაარჩევნო 2025 წლის არჩევნების ატლანტი რომელსაც ხრებით უჭირავს დებატები არის იაგო ანუ ყველგან დადის ჩვენ ანუ ყველგან დავდივარ და აი ხანვის დაგვისვამენ ხანვის და ბობოლა ხალხი როგორია თავი და სინამდვილეში რომ დიდი არაფერი ისინი არ დადიან იმიტომ რომ აქეთ თქვენ ცოტა რეიტინგი გაქვთ ხო და კიდე რა მოხდა ესე იგი კანონითო გვაქვს ვალდებული მარტო დავპატიჟოთ კვალიფიციური სუბიექტებიო და ასეთები არიან სამი ჩვენ წინ არჩევნებში რაღაცა მიზეზია გადავახტა ჩვენ ლელო და ქართული ოცნება ნუ გახარიას მაგრამ გახარიას ლელოსთან ხო ვერ დასვავ სადებატოდ გაიგე ხო და ნუ რადგან მე რომ გახარიას მერობის კანდიდატი არ წყობს არა ხო მაგრამ ნუ შეიძლება პარტიული დებატები მოაწყო კაცო არ გიწევს მაინც მერობის კანდიდატი უნდა მოწყო შეიძლება რა ვიცი ხაშურის კანდიდატებს შორის მოაწყო რა შენ რა მნიშვნელობა აქვს კაცო შენ თუ ხაშური აქტუალურია ახლა ხო თუმცა თუნდაც თუ დებატები გინდა არავინ არ საწაწერია მაინც მერობის კანდიდატიო მოაწყო პარტიებს შორის დაპატიჟე რაღაც მაგრამ გახარე ლელოს რაზე უნდა დებატო გაიგე და გამოდის რომ ისინი უნდა დაპატიჟო ქართული ოცნება და ჩვენ და ისინი არ მოვიდნენ კუპრაძე მოიჯერა ჩაისვარა და არ მოვიდა თავისივე ტელევიზიაში რომელზეც ჩაატარა დებატები მერობის კანდიდატობაზე მათივე მერობის კანდიდატი არ მივიდა აი პროსტა ეს სიმპტომია რომ ხო კალაძე ქოცენ ვარდადიანო პოსიმედიაზე ისე ცნობილია ხო და ის იყო რომ თუ არ მოვაო ეს ხალხიო რა მაშინ იაგოს ეკნებაო ეს დრო რა ეთერისთვისო
ასეთი ის იყო რა. შეთანხმება. ხო და მე დიახ გამოაცხადა რომ თურმე ისაო, კაცო, ჩვენო გადავწყვეტეთ რომ ვიღაცა დაპატიჟოთ დებატება ის იყო და კახა კუკავა დაპატიჟოთ და აი, კუკა გვეზე გადადოთ, იქ კიდევ ერთი 7 კანდიდატია და რა მოჩი კახა კუკავა? და მინიმუმ კახა კუკავაზე მეტი რეიტინგის მქონეები. რა თქმა უნდა. რა მახარაძე და კუკავა რო დააყენო გვერდ და როგორც ეს სამჯერ მეტი. პატრიოტალიაზე ნომინალურად რო შეხედო რაღაც ტიპის რამე ტიპის საფუძველი თუ გაქვს, მინიმუმ სხვა ხალხია რეიტინგით რა. ანუ შენ თუ მართლა რამე გინდა, იგი შენ უბრალოდ ხო და მიზანი ხო არის რომ აი ვალდებულება გაგეჩი და იაგომ თქვა მოვალო, შენ იაგოს ბლოკავ და რამე უნდა გააკეთო ისე რომ აი რამე გააფუჭო, იგი რაღაც უაზრობა გააკეთო რომ აი მოიშორო ეს იაგო რამენაირად რა, აი გაჩნდა შენ ეთერში მაინც რა. მაგრამ ნუ აი რაღაცნაირად ხო და ეს ამბავია რა და სინამდვილეში აი იაგო რას თქვა და კიდე რა არის ცი აი თუ დააკვირდება ვიღაცას დიანა როგორ იწყებს როგორც კი ადამიან პროფესიონალი ჩვევა აქვს ჟურნალისტებს რა რომ როგორც კი ვინმე იწყებს რესპონდენტი იწყებს ლაპარაკს იმასაც არ გინდა აი მე მგონი ავტომატურად აწყვეტინებენ ის კი არა რომ აი ხე შევაწყვეტინებ ხო შეიძლება ხარ ლაპარაკობდი და გადაწყვეტე რომ მოდი ახლა რაღაც თემა შევცვლია ჩემთვის პროფესიონალურად რამე დებილობა რამე ფრაზები ჩაკითხვა რაღაც უბრალოდ აზრი არ დაარჩა 2-3 სიტყვის იქეთ არ გამოვიდეს რა და როგორც კი იაგო ვებ მარტივ რაღაც ამბობდა რომ აი თქვენ ესეთი კლოუნადა მოაწყვეთ აქ რომ კიდევ კაი არ ვიყავით თორე ამ კლოუნადაში რომ მოწმე მივიღო რეიტინგი დამევარდებოდა რაც ლეონს დაიმართა რა ხო და აი ხო მიხვდა დიანა რომ პრეტენზიი წავიდა და აი ყოველ რაღაც წამს აწყვეტინებდა რა რომ არ თქვას აზრი არ ჩამოყალიბა კი და როგორც კი რაღაც მიდიოდა რაღაც კითხვა დასვა პარკინგებზე რაღაც რაც უბრალოდ პოლიტიკურად ნეიტრალური იყო და ფერი იქ რაღაცნაირად შვიდად მიდიოდა ეთერი რა და აი ეს ამბავია და უბრალოდ აი რო ხვდები რომ აი წამივიდა რაღაც ომი რომ მიდის და რაღაც აი რაღაც ბერლინი უნდა აიღო და რაღაც ასეთი ხდება რა და წამოვიდი ამ მომენტში რომ ჩვენ დავიწყოთ გარჩევა ერთმანეთში რომ შენ რაღაც როგორ შემომხედე და ანუ სინამდვილეში ხო შენ თუ გულწრფელი ხარ რომ ის რა ქვია რუსულ რეჟიმს ებრძვი და რაღაცა და ოპოზიცია რაღაცა გაინტერესებს ხო შენ ხო ასე არ მოიქცევი შენ ხო პირად რაღაცაზე არ გადაიყვან ამას. როგორც ვიტყვი რომ ეს მაქვს შენგან ნაწყენი, ამას ვერ დავივიწყებ, აი საქმეს რომ მორჩებით, მე დავიწყებ გავარჩევ. კი, დაუძახე ეთერში ჟურნალისტი ხარ, რა ვიცი, გრიგოლია დაუძახოს ეთერი რამე და გაპრეშოს თავის გენიალური მონოლოგით. რა არ მოგეწონაო? ხდები? აბა ამისა ვიღაცა რაღაც აი პარლამენტში რომ გამოსულიყავი და ვიღაცას ეთქვა რომ ისა რა ქვია ეს რა ქვია, ცუდი გამოსვლა იყო რა, რავი ხა ახლა ტელევიზია რომ მქონდეს რაღაცა ვიტყვი მოდი გავარჩიოთ რა ანუ ვიღაც ან ეგ საწყენი არ არის ესე რომ შეხედო იმიტომ რომ რავი როცა დღეში კვირაში მაქვს 3-4 ეგეთი მონოლოგი შეიძლება ძალიან მაგარ ჟურნალისტსაც მოუვიდეს რომ ჩავთვალოთ რომ რაღაცა და ეგ პიროვნულად არც უნდა მიიღო აი ეხლა ხო არ გვახსოვს სინამდვილეში რაზე ვთქვით ინგას რა თემაზე იყო რაღაც თემაზე რომელი მონოლოგია რომელიც გინახავს რომელი მონოლოგი ინგასიან თუნდაც რომელიმე ტევ პიროვნების მონოლოგები ვინმე დაუშიარებია კაცო ზოგადად ჟურნალისტიკას გადავაფინოთ ეგ. არა ხო მე მაგას ვამბობ რა, ანუ ეს რაღაცა მოიგონა რომ თუ მონოლოგები რაღაც ისეთია რა შესავალი და რაღაც მისი რაღაც წვერვალია კარიერის და უბრალოდ ვინმეს უნახავს რა მაგარი იყო. მე უბრალოდ არ შეხვედი შეიძლება სადმე ვიღაც აშენებდა რამე ვიღაცის მონოლოგს სადმე რომელიმე ჟურნალისტის მაგრამ მე არც მახსენდება. ეგ იმ სიმღერიდან არის ჩვენ რომ BBC-ს რო ვაკეთებთ. ეგ ყველა ხო რაღაც მაგ სტანდარტს ცდილობს და დასავლეთში მართლა ვიღაცა ჭკვიანი კაცი როძის და რაღაცა hard talks რო მართლა აკეთებს და რაღაცა ინტერესებს თავის აზრს რო გეტყვის ისეც რომ მის ყუაზე გადახვალ და ეგეთი რაღაცები რო ახსოვთ ალბათ უნდა თვითონ კუმფეხი გამოყო ჩემი რა ბრალია რა ეხა მე რომ ისა ქიმიის ჩემპიონატზე გამიშვა რაღაცა და დებილობა იგავაკეთო რომ დავიცინო ვისი ბრალი იქნება ვის დამცინის და მე რომ ქიმიის ჩემპიონატზე გავიჩინე რა თქო ხდები არაფერ შუაში არის ხო და ნუ კიდე რა დებატები გვაქვს ჩაგეგმილი და კიდე ის იყო რა თქვა არაუშავს კუპრაძეს კი არ შეეშინდაო შენთან რომ ისაო ხვალო საზმაოზე მივაო და ხვალ საზმაოზე დებატებია გაიგე ხო და ისა რა ქვია კუპრაძე თავის ტელევიზიაში არ მივიდა თავის ტელევიზიაში არ მივიდა რომ არჩენენ ამდენი წელია და ვერ მიხვდი შესადრო სპეციალურად არ აი იმდენად თავდაჯერებულია რომ თავისთან რომ მოეგო იტყოდნენ რომ აი რაღაც ხო იცი აი შენთან რომ ჩამოდის ფეხბურთის გუნდი და მთელი სტადიონი რომ შენთან არის და აი 12 მოთამაშით რომ ოპერატორი რომ იაგოს აჯანჯღარებს ცოტა ესე
ახლოდან რო უღერს ესე. კი და გაათება რო გიოს რომ დაგცხეს და გაუფრინდე და რა. ამიტომ ნეიტრალურ მოედანზე უნდა მოგება. მაგრამ იმას აღარ იძახიან მგონი ხო რომ რაღაცა პატარ რეიტინგი გაქვთ და მაგიტო არ გედებათ. აი ხო ეს ხო უხერხულია გაიგე უკვე. აი ამოცემულ რა შეიძლება თქვან, მაგრამ აი ხო უკვე უხერხულია. მინიმუმ თავის კვლევა არ დაგიდია რა, ერთი კვლევა დადის და ხო ძალიან ცნაურია. ეგ ის რომ თავის კვლევას არ დებენ, ეგ არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ შანსი არ არის არ გამოეკულიათ. აი პროს შანსი არ არის. და უბრალოდ ისეთი რაღაცა ამოვიდათ რომ წერა მოუწევდა რომ რაღაც წესრია დაედო იმათ არ დაწერეს ამო ასე თქვი იმათවත් კი არ დაწერეს კი იაგო კაჭკაჭის რომ დაეკვეთათ რომ მიდი ერთი კუპრაძეს ერთი 40% დაუწერა იმან თქვა ნო ხელა გავა 5 პლუს კიდე გავიგება რა ნუ აი პლუს 30 ტანიაო რა კი ნეზე ხო არის საზნაოზე დებატია პრობლემა საზნაოზე დებატების არის ჯერ ბევრი ადამიანი კალაძეს იქნება და კუპრაძეს ეგ ზუსტადაც რომ დებატები არა ეს სპეციალურად აკეთებულია რომ არანაირი დებატი არ მოხდეს ხო რომ წინა წელს მე ვიყავი გივი მიქანაძე იყო ქართლოსნებიდან და ატყე თალიანსიდან იყო ტიპი და ნაცები და ის ნეონაცები არ მოვიდნენ მაშინ და ამიტომ ცოტანი რო ვიყავით კიდე რაღაცას გავდა ეხლა რაღაცა 7 თუ 8 კაცი იქნება მეტიც არ ვარ ნაყოფი როდის 21-ში საკრებულოს პირველი ნომერი იყო მელია და ვიღაცები იყვნენ იქ და აი სრული სისხლი 2 წუთიანი რაღაც 30 წამი კითხვა უნდა და ჯერ კითხვას დასვა წამყვანი რაღაც უპასუხებ 2 წუთიანი პასუხები რა და მე შენ შეგიძლია ერთი კითხვა დაუსვა ვინმე ერთს 30 წამიანი მე ყველა უსვავს ქართულ ოცნებას ნუ ხარ ან კურესთან დაუსვა ან კალაძეს დაუსვა ხა მართლა უკავს ხარ დაუსვა ხო და ისა რა ქვია 30 წამიანი კითხვაა ჯერ 30 წამიანი კითხვა ხვდები აი ტექნიკური რა ვიცი როდის აპირებთ პენსიაზე გასვლას როდის და მე იმას 2 წუთი აქვს პასუხზე ხო და მგონი ეს ერთი დებატები ან ერთი კითხვის დებატია ტაქტიკურად ეგეთი რაღაცა იდეაში ყველა ვინც იქნება კანდიდატები ყველა ეცდება რომ დაუსვას კითხვა ქართულ ოცნებას ანუ კალაძეს იმიტომ რომ რამე ისეთი ჩამჭრელი კითხვა თუ დაუშვი იმან თუ ვერ გიპასუხა ვითომ შენ ჩახარ რომ რაღაცა ისა რა აი დაჩაგრე ხო და ყველა რახან ამას დაუსვას კითხვას ამას ცოტა დრო ექნება ამიტომ არც ერთს არ უპასუხებს იტყვის ზოგად რაღაცეებს თითო კითხვაზე 2 წუთი გაქვს თითოს პასუხობს 2 წუთი არა კაცო გამა მაგრამ თე 2 წუთში რასაც გინდა ზოგად პასუხს გასცენ და всё რომს მიგიტყვა რატომ აუთხარ დრო 2 წუთი მგონდაო რა აი დამის რამე კითხვა და 2 წუთში რო გიპასუხო რამე ოდნავ რომ კითხვა მე 2 წუთში ხო ვერ ჩავეტევი ამიტომ ზოგადს გეტყვი როგორ აპირებთ საცავების პრობლემის გადაჭრას რა თქმა უნდა ჩვენ რა შევისწავლით მოწინავე გამოცდილებას რაღაცას სწავლობთ ვაკეთებთ რაღაცა და გავიდორჩით და ნუ აი კონკრეტულს ხო ვერ უპასუხებ და ფორმატი ისეთია რომ აი არ დაზიანდე რა ალბათ უბა იმის რომ რაღაცას გააკეთე თითქმის ნოლია რა და ამ დებატებზე ესე იგი კალაძემს გაბედა იაგომ რო თქვა რომ ისა დელ პიეროსი არ ეშინოდაო და ჩემი ეშინიაო რა აი უბრალოდ ისეთი ფორმატი მოიგონეს რომ შემთხვევით რამე არ დაშავდეს არა იგი ძველი ეს არის მოგონილია საზმაუზე იმისთვის რომ შექმნა სიმულაცია დებატების და მე მობწიჭკონ იქ რაღაცა BBC-ს უთხრა რომ ჩვენთან პოლიტიკური დებატები იყო ძმაო ერთად დგანან ფოტოსთან და ერთად დგან და შინაარსი იქ რაზე ელაპარაკეს ან შესაძლებელი იყო თუ არა მართლა დებატები ანუ დებატები ხო რაღაც ნიშნავს სიტყვა ეს ხო არის სიტყვით გამოსვლა ერთია დებატები მეორე დებატები არის რომ რაღაცა პოლემიკაში შევდივართ ერთმანეთთან და ეგ არ მოხდა არც არ შეგვიძლია და მეორე ხვალ იქნება დებატი იქ მიდის რა დიანა თქო მიდის რომელზე 9-ზე ხო კი ხვალ 9-ზე უყურეთ იაგოს ნახო თუ მოგეწონებათ ხო ნუ ასეთი ამბავი მაგრამ ნუ რავი ნორმალური ეთერი ქონდა იაგოს რავი აი ყველა დაინახავდა რომ აი ტელევიზიო რა დღეშია რა და ერთ-ერთი მათი საუკეთესო ჟურნალისტი რომელიც კვალიფიციური რაღაც შეადარო ხა სადიანა და სადისნიო რა აი ისიც კი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში იყო იმიტომ რომ აი უბრალოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს რა ხო და ნუ რავი მართლა აი უბრალოდ რამდენჯერ მიყურებია რომ აი ესეთი კლოუნადა რომ ღმერთთან დაიყვანს იქ ყოფილიყავით იმიტომ რომ მოგიწევდა ან ხალხთან ჩხუბი კლოუნადა მან რო ყოფილიყავით კლოუნადა აღარ გამოვიდოდა ხო და ან ჩხუბი მოგიწევდა რომ აკრებს რიხარ დაკავებული და მაინც არ დაგიძახებდნენ შემდეგ ძერზე ხო და ანუ და კიდე რამდენი დებატი ჩაიშალა აბოდიშად რაღაცნაირად შეიძლება იგი პლუსიც არის რა ადამიანები აი მართლა Facebook-ზე რო შეხვალ რაღაცა ნიუსებში თვალში მოხვდება რა ჩვენი ვიდეოები ისეს ანუ ადამიანები ხედავენ რომ ვარსებობთ ხედავენ რაღაც თუ აქტიურობთ რაღაცებს ვიძახით მართლა და მე უცებ გადართავო ტელეპიროზე და ვა საერთოდ არ ხსენებაც კი არ არის რაღაც უხსენებელივით არის ჩვენი პარტია და ეგრევე რაღაც გაგიჩნდება ის რომ აქ რაღაცაშია საქმე ყველა ესე არ იქნება რა
ხო და ეგ შეიძლება ჩვენთვის რაღაც პონჩი ამ ეტაპზე პლუსიც იყოს. ვაფშე არ გამოვრიცხავ, რომ ის რომ ეგეთი კონტენტის წარმოებელი ხალხი არ გეძახის შენ და ხო, კიდე ასევე იყო დებატები ჩანიშნული BMG-ზე, ხვალ დილის 9 საათზე. რადგან მე მივდიოდი, მიუხედავად დილის 9 საათისა, მაგრამ ისი ჩაიშალა როგორც ჩანს, იმიტომ რომ მელო გახარია და ნაცები და კოცები არ მოვიდნენ და ამიტომ რა ის დებატებიო. სწორია. ასევე კავკასიაზე იყო, მე ვითხარი მენიონ ჯანგირაშვილთან მინდა დებატები. აუცილებლად მინდა მეთქი გადაეცი მე მსგავს რომ გადაეცი რომ სანდროს ძალიან უნდა რომ მივიდეს და ჩვენთან პრეტენზიები ქონდა კაცო რაღაც ამ თავის სტატუსებზე რაღაცებზე და მაგრამ იქაც როგორც ჩანს ჩაიშალა რა და ხვალ უნდა ყოფილიყო და იაგოს ემთხვეოდა და ამიტომ მე წავალ მეთქი და თორე ხა ჯანგოს და იმის იაგოს ეთერები ძალიან ესეთი კარგი ეთერები. სუმაგარი ეთერები გამოდის კი. ეთნიკური ჟანრია, ცალკე ჟანრია ჟურნალისტიკის და პოლიტიკის. სახის მიმიკა აქვს ხოლმე ერთ და იგივე იქ რომ მეც რაღაც. ხო ცოტა გაყურებული და ცოტა რაღაცნაირი ეს. ხო მე არ გამოდიოდა და არაფერი მსგავსი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაგრამ კავკასიაზე ჩაიშალა, გაიგე დებატები. ხო და ნუ ფაქტობრივად გამოდის რომ თუ დაპატიჟებენ ჩვენს იქეთ ვინც დაბალი რეიტინგი აქვს იქ რაღაც დებატები გამოდის თუ იქეთ დაპატიჟებენ არავინ აღარ მოდის იმიტომ რომ ჩვენთან ვინმეს თუ აი შედარებად ახლა გახარია ჩვენს ნაკლები რეიტინგი აქვს ლილოს რავი შეიძლება ცოტა მეტი კონდეს ახლა რაც კლევა დადეს ყველა ცოტა მეტი ეწერა იმათ რა ვიცი კონდეს მეტი ახლა იმათ ეშინიათ იმიტომ ხვდებიან რომ ელემენტარულ რაღაც დისკუსიაში ერთი ევრონიუსი იყო გამომგავი იქაც აი უბრალოდ NGO-ში ნიკოლად რაღაც ეს კითხვები უბრალოდ და რო ხვდები რომ აი ესეთი ხარ რა სამოძრაო სივრცე რო არის არა ხო მაგ კითხვებს უნდა უპასუხო უბრალოდ ერთხელ რაღაცა კითხვა დაუსვი იმათ რა და მე მივხვდი რომ სულ ეს კითხვები დასვა გამოდის რომ რაღაც ესეთი ვარ რა სულ თავს ვესხმი რა ამათ არ უნდა კითხვების დასმა და ბოლოსში მაინც დასვან კითხვას რა რაღაცა პაუზას ავიღე და რაფერი ვკითხე მაგრამ ნუ აი ასეთი უცნაურობები მაგრამ ესე იგი დებატები უამრავი დებატი იყო ბორისი იყო დღეს დებატებში ბორისი როგორც თბილისის მე-15 ნომერი აჰა ოკეი დასუსს ჩვენი იყო რადიო აფხაზი კი რაღაც დებატები მიდის ჩვენ რეგიონულ კანდიდატები აუ თეკლას ქონდა ეთერი რა მაგარი ეთერი ქონდა დედას მიცავარ ეს ქუთაისში რეგიონულ ჟურნალისტიკა არის მეგონი საუკეთესო ბაზა მოამზადო ჩვენი ახალგაზრდა პოლიტიკოსები რა აი უბრალოდ აი ნახავს არა უბრალოდ წამოიგიდე ვიზავ რაღაცაზე კითხება რა და თუ თეკლა ებდება დედაქალაქზე რა და თავიდან სამ რაღაც ვინც არის თეკლა მებურუშვილი ჩვენი ქუთაისის პირველი ნომერი აუცილებლად გაუფერა და 26 ქუთაისის კი ბატონო ხო და ესე იგი ასეთი ამბავია რა და თეკლა რაღაცა ყვება და ოღონდ თხრობის ის არის რომ აი შენ რომ ყოფილიყავი ხო ასე არ მოიქცევდი მაგრამ კითხვას კი აქვს რომ თხრობაა რა ასე ხო დაახლოებით ასე სტილში ლაპარაკობს რა და ამაზე ჟურნალისტი ამბობ რომ მე არ მაქვს ისო ჩარევის ფულები მე ჟურნალისტი ვარ და პოლიციას ვერ დავაფიქსირებოდა სრულად უადგილოდ ვერც კი გაიგორას ლაპარაკობს ამბობს თეკლა მაგრამ ნუ კაი ხო და ეს ხო თქვა რაც არ უნდა იყოს მიზეზი რა კაი თქვა ხო და მე თქვენ აი დედაქალაქის იდეა ქონდა ქუთაისში გადატანისო და ამაზე თეკლა იწყებს ლაპარაკს და აი ყოველ მეორე დღის შემდეგ აწყვეტინებს რაღაც აი სისულელეებით ეს ხო არა რეალისტურია რაღაცა და თეკლა ხო წვალოს რაღაც ასე უნდა აუხსნას ის არ და უნდა თავში ჩაატყა რა ნუ პირობითად სიტყვიერად უნდა გააჩერო ჟურნალისტი რომ გიჟი ხო აღარ ევს აკეთებო და მათქმენი წინა დამასრულებ და არა აწყვეტინებს და ბოლოს ჟურნალისტი დაიღალა და ხო კაი გავიგეთ და აი ამ ეს დედაქალაქი ხო ერთი იდეა და მეორე იდეა არ გაქვს ქუთაისისთვისო რა მეორე იდეა რა ჟურნალისტია საერთოდ ის ერთი მომაყვანი იქნება საკვარისია და ნუ თეკლას პასუხი უპასუხეს რომ აი ვაშინგტონი ხო არის დედაქალაქია და ხო არ ნარწოხს რომ მეორე იდეა არა ეს ქალაქსა მაგრამ უბრალოდ ფიქრობდი რომ აი მე მგონი ეს რაღაც აი უფრო გააცნო ჟურნალისტებს ამ მიხვალ თუნდაც და დიანასნაირი ანას მიშველაძესთან რაღაცა რა ეს ჟურნალისტებს რომ მეც რო გამელო პრაქტიკა რა იქთან ბერად ნაკლები ზიანით შეიძლება ეს მოაგვარო პრობლემა რა ხო ცოტა ხალხი უყურებს ხო და შეგიძლია ხო შეცდომა ნაკლებ ზიანს მოგიტანს და აი მართლა რომ ჟურნალისტი ადგილზე მოსვა რა წესიერად და რაღაც აუხსნა ვინ არის და შენ ვიხარ და ის ვინ არის და რა როგორ იყო სამყარო აწყობილი აი მაქსიმუმი რაღაც ჭვერპური ეთეს დაკარგავ მომავალში როგორც აი და აქ კიდე ნუ ის არის და ისწავლი რა როგორ უნდა გავაკეთო და მე გახვალ და იქ ხო და აი უბრალოდ აი რეგიონულ ტელევიზიას უყურებდი და ყველას ახლა ბუნებრივია ხო ყოველს მოიძებნება ასეთის და ისეთის და რაღაც მაგრამ რასაც მე ვაკვირდებოდი დებატებზე აი სრული კოშმარია რა უბრალოდ აი კატასტროფა ხდება
აი რა პოლიტიკური სუბიექტი ჟურნალისტიკა რა სულ დეგრადაცია აზრის გამოტანის უნდა და კიდე ძალიან აჟიტირებული ეს ვიდეო რა დავდეთ იმაზე ხაბეზე მე რო დავდე ხაბეზე ვიდეო რა AI ვიდეო რო გავაკეთეთ შევარდება პარლამენტში და იქ თურმე რაღაც სადმორბიხად უკვე მუზეუმია კი ანუ ჩემს რა სულ მინდოდა რომ ეს პარლამენტის შენობა დაგვენგრია რა და იქ რაღაც ეკლესია აღადგინოთ პარკინგი იყოს პარკი ზემოდან ქვემოთ პარკინგის გამოვა რა სივრცე იქნება ზემოთ პარკი ეკლესია აღდგება და იქ რა დარჩება პირველი დარბაზი აღდგება იქ ისტორიული რაღაც ნაწილი მუზეუმად დავთვალა წინა ნაწილი მუზეუმი ხო უკან შეგიძლია სადაც ეს ხდომები იყო რაღაც ან ვარდების რევოლუცია რაღაც ისტორიული რაღაც ამბავია რა და ის უნდა დატოვო მუზეუმად და დანარჩენი ყველაფერი დაანგრიო, ეკლესია აღადგინო, პარკი გააკეთო, პარკინგი რაღაცა და უკანა მხარე ისედაც მერია მიშენებული, ხო? კი, მერია თან ინგრევა. 4 მილიონი მე პარლამენტში ვიყავით, მაშინ ხო ბიუჯეტს ხედავდი იმის პარლამენტის და 4 მილიონი ქონდა დახარჯული გამაგრებაზე მარტო. იმიტომ რომ ინგრევა და გრუნტი რაღაც მოძრაობს რაღაც რავის რა ზუსტად როგორ და რა, მაგრამ და ეს რკინები ჩააყენეს, დიდი ეს რკინები რომ გაემაგრებინა. და ისიც დროებით მე მაინც მოუწევთ კიდე რაღაც გაკეთება. და ისიც ინგრევა რა და ბარემ დაგვინგრია. ხო და ვიდეო გავაკეთე, ძალიან უწყინარი ესე სასაცილო ვიდეო, რომ ხალხი აწყოს რევოლუციას, შევარდებიან პარლამენტში და იქ დაცვა ეუბნება, რომ ხალხმა აქ უკვე გირშმა მოიგო და დედაქალაქი ქუთაისშია და წაით იქ რევოლუცია მოაწყოთ, აქ მუზეუმი არის. კოცები შემოვიმივარდი, 100 კომენტარი მიწერია, კოცა ამორჩევლების, რომ ბლანძღავ, იმიტომ რომ მე ხალხის რევოლუციას ხალხს მოჭერ. ხო და აი რა, კითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ ღმერთო, ამომრჩევლს რა უნდა უკნა, ამომრჩევლს როგორ ველაპარაკო. ხო და მე მუზეუმს მიწერა რომ მეთქარი გააჩერე მეთქი ბუსტი არ შეიძლება მეთქი, უბრალოდ აუტანელია მეთქი რაღაცა ხალხს აწვალებთ თავის თავს რაღაცა რომ გაიგონ რა წერენ რაზე, უბრალოდ აი ხო შერცხვებათ ალბათ და ხო და ასეთი რაღაცეები რა. კიდე დღეს რა ხდებოდა სახალისო და ბურჯოს რო სცენარი დაადგმევინეს. აი ეს ყველაფერი სასაცილოა დედაშვილო. პატა ბურჯუაზის გახსოვთ ალბათ ცნობილი აქციების მოუწყობია და ეს ცნობილია იმით რომ მერიას თხოვდა რომ გვიქირავე დინამო მანდო რევოლუციის ხალხი უნდა შევკრიბო სარევოლუციოთო და ანუ კერძო საკუთრებას დინამოს თხოვდა რომ გვიქირავე ხო და ნუ მაგაზე ხო მაგრად დაიცინა და ეხლა მეორე არის რომ ანუ რევოლუციას აწყობენ 4-ში რევოლუციას აწყობენ და იმისთვის რევოლუცია მოაწყო, სცენის დადგმა დაჭირდა და მიმართეს მერიას ნებართვა მოგვეცი. ნებართვა მოგვეცი სცენა უნდა დავდგა და მერია მთხრა მანდ ვერ დადგავთ. აი სადმე იქ დადგით, აქ ვერ დადგავთ. ანუ რევოლუციას თუ აწყობ. ანუ იმდენი მოვდივართ რომ რა ის სცენა არ დამატგვინოს ვიღაცა. თავრობას ვცვლი. კი, მერიას რომ ნებართვას რაღაცაზე სთხოვ. ანუ წამოგინე თავისუფლების მოედინა რესპუბლიკის მოედანზე არის 100,000 კაცი დეტევა. თუ გაიჭირო ცოტა მისას დაატევ, 120 მაგალითად და 100,000 კაცი სადღაც მოდის. აბა წამოიდგინე რევოლუციას აწყობ. ხო, სტრუქტურა წამოიდგინე რა რაღაც გაფანტული თქვა თბილისში ან რაღაც სხვა ქალაქში და დაიძრა 100,000 კაცი. მოდის დუნ მოდის რა რაღაც რევოლუცია მოდის დუნ და შენ მერი ხარ და მე არ მოგცემ ნებართვას არ გახვიდეთ რუსთავზე ეს როგორ წარმოგვიდგინე ვეღარ მოდიან წინ. ხო ეს ხო აბსურდია ამას ნებართვა არ ჭირდება 100,000 კაცის 100,000 კაცის მოძრაობას ნებართვა არ ჭირდება. როცა მაგდენი ხალხია ნებართვა აღარ გჭირდება. მაშინ გჭირდება რა ესე იგი ქალაქის მეათედი მოვიდა ნიშნავს რომ ერთი მაგდენი კი არა და ერთი ხუთი მაგდენი გეთახმება და უბრალოდ სახშია უნდა დათვალაგრე 5-დან 10-მდე გამრავლო აქციაზე მომსვლელი და ნუ შენია ქალაქი რა რაც კიდე მასაკეთებ ხალხის ძალაუფლება პირდაპირ იგი ხო და მაგის თუ არ გიჯერა მიდიხარ და მერიას ეუბნები რომ აუ გიხეწები სცენა დამატგვევინე ნებართვა მომის თუ შეიძლება და ისე ხო ეს ნაცების ხარეს ხდება და ესე იგი ლელოს ხარეს ეს ვებკამერები რო იყიდეს ტიპებო დასადგამი ესე აი უბრალოდ რასაც ოდაობა ვებკამერები და ისა და ხალხ მეს მეგონა რომ რაღაც ფოტოშოპია თუ რაღაცა რა და მე ვნახე და ნუ უკვე ინტერნეტი ხსავსია ხუმრობებით დგას კუპრაზე და უკვე ვებკამერები უხენია უბრალოდ რაღაც ჯოხზე და ისაო ჩვენ თან რა ვებკამერებია მეგონეთ 15-ში არაფერს აღარ აჩვენებს ესეთი ვებკამერაა რა აი მაინც სახეზე თუ არ მიანათენ სადაპირები და თითო უბანთან უნდა იყოს ვებკამერა რა ხო და ადამიანი რო შედის აი შედის უნდა უღებდეს რა თან ხა ხვდები რამდენიმე უნდა დააყენე იმიტომ რომ ხა მაინც ასე ხარ უყურებს მე ვარ ასეთიო რა და მე ესე იგი ამ თუ ვიღაცამ ორჯერ მისახმა თქვა აი თბილისში რა თქვა და თაწინდაძე მისცა და მე დიღომში წავიდა და იქ მისცა რა ეს კამერები
დაიდენტიფიცირებენ ამ ამადას და განგაშ ატეხავენ და გაყავდა იტყვიან და დათმობენ მანდატებს. ალბათ 30 შეხვედრაზე ვარ ნამყოფი ლელოებთან ერთად უცხოელებს რო ხვდებით ხოლმე რა. და საარჩევნო ამბებზე თუ საუბარი იდეაში რაღაცნაირად აი საყოველთაოდ მიღებული ცოდნასავით არის რა ყველა ოპოზიციონერი მაგას იძახის რომ ცენტრში უბნებზე ხოცები დიდათ ესე არ აყალბებენ თუ სადმე აი რაღაც მარნეულში ან ვიღაცა აქტივისტი არ გაიჩნდა და თვითონ ან დავალების გარეშე არ ისქნა რა. ან ისიც შეიძლება დავალება იყოს რომ მე საჯაროდ დასაჯონეს ძალიან რომ აი ნახე დარღვევაზე აი რეაქცია გვაქვს რა. მოკლედ არ ვიცი როგორ ხდება მაგრამ შეთანხმებული ინფორმაცია არის რომ გაყალბება არ ხდება უბნებზე პროცედურულად იცავენ წესებს, გაყალბება ხდება სუსით, ჯარში გაგიწევთ ხმას არ მომცემ, სოცდახმარებას გაგიუქმებთ ხმას არ მომცემ, პატიმარს გამოუშვებთ ხმას მომცემ და აი მაგეებით რა, ზემოქმედებით ამ ჩვეულებრივ ადამიანზე. პლუს ამას ზევიდან ადმინისტრაციული რესურსი დამატება, რომელიც გაბერილია და რაღაცა ერთ სასაფლაოს 30 კაცი უვლის და ასეთი რაღაცები. ყველა მაგას იძახის და ანუ განმოდის რომ ტიპები გადაწყვიტეს თავარი აქცენტი არჩევნების გაყალბებაზე გადაიტანონ უბანში ერთ და იგივე ტიპი შევიდა თუ არა კამერით, რომელიც წარმოიდგინე რამ თბილისის მასშტაბით აპირებენ ალბათ, ხო? თბილისის მასშტაბით რა მასალა უნდა შეგროვდეს და რაღაც პროგრამამ ყველა სახეს უნდა შეადაროს. ანუ ფაქტორიალი ჩდება რაღაცა თბილისში. იმდენი რაღაც მოუწევს, მაგის დათვლა ვერ წარმოვიდგენია. ანუ მართლაც სოფტი ჭირდება, ამ ინფორმაციის სადაც გადაუდი სერვერებზე უნდა გაუშვა. ანუ მაგრამ იცი რა არის, აი წარმოიგინე რომ აი მე რა ვიცი, კობახიზე ვარ და გავიგე რომ ლელომ ეს მოიგონა და აი ვზივარ და ვახ, ჩემი რა ვქნა ესე იგი, всё, კამერებს აყენებენ, მაგრამ ყავს 1000 კაცი, რომ დაიარო უბნები და 17-ჯერ მისცეს ხმა და თვლის ვერ ვიგებთ რა. კაცო, შენ თუ ამის ეჭვი გაქვს რომ ყველა სიები გაყალბებულია და ანუ რაღაც უამრავი რაღაც არის. კაცო, რუსთავიდან ჩამოიყვან ის ხალხი. აი უბრალოდ რუსთავის 1000 კაცი ატარე, ხო, იქ აღარ პრობლემა არ გაქვს. რაღაც მაინდა თბილისელი უნდა გამოიყენოს. დილით რუსთაველებს მიაცემინე ხმა შენიანებს და მე ავტობუსებში ჩავედი. თუ ეს არის პრობლემა ამას ხო, ვერ გადაასხვევს. და რაც თავარია სიამოვნებაში მე რო თქვა რომ გაყავდა, გიშო კაცი 500 თუ 1000 კამერა დააყენე, ისიც დააყენე მაშინო. და შენ უბრალოდ გააправე ვაჩეს. ანუ 100%-იანი რაც უნდა მართლა ხოსები რომ გადაიყვნენ რაღაცები დაიწყონ, რაღაცების კეთება, როცა აი ჩვენს რო გაუგნებული დავშეთ რა ის დამეტანი მოგე რა ამბავი იყო, ვერაფერს ვერ ეთქვი დამატ კამერები დააყენებოდა კამერები უარგიცი რა უნდა დაინახო იმ კამერებში. არა მოიცა მათემატიკურად სიგიჟია, მოიცა. ანუ კაცი მივიდა ერთ უბანზე, მისი სახე დააფიქსირა ამ კამერამ და შემდეგ ეს სახე იგზავნება ბაზაში. ხო. სადაც არის ვიდეოები ყველა უბანზე რამდენი კაციც მივიდა. დაახლოებით 1000 კაცი მიდის რა თითო უბანზე. ნუ ხო, 600000 ამორჩევი და ჩათვალე რა და 600000 კაცზე მივა. უნდა შეამოწმოთ თითო კაცი. ერთი კაცი 600000 კაცს უნდა დაადაროს. სადმე მეორე თუ არ მივიდა. კაი, ეს სუფთა, წამოდი. მე 599,999 ამ ოპერაცია ჭირდება 600000. უნდა შეადაროს ყველას. წავიდა მე 599. ოღონდ თან ეს ხო ლაირები შენ აკეთოს კაცო. ანუ ის ხო არის ხალხი უნდა მოგზეს და 17 წლის შემდეგ კი რა თუ აგიყალბებე გაქნებული გაყალბება მიდის რა მე რა ვარია ეს. მაგრამ რომც კაი აი უბრალოდ არ საინტერესო თუ რამე ისა აქვს მოფიქრებული სოფტი ეს როგორ კეთდება სწრაფად და ხარისხიანად ნახოთ შეიძლება ვწდები არა ეს როგორ კეთდება მასკი რო დადის და რო აჩვენებს თავის ახალ იმას სუპერკომპიუტერს რო გროკისტის რა იგი უნდა ხალხმა გაიხსნა ლელოს დიდი სუპერკომპიუტერი რო აი სერვერები დავაყენეთ ხალხო კი აი ასეთი რაღაცა კაბელები მაგას რუსთავმა მოიტანა ეს ნუ კამერა უნდა დააყენოს და კაბელი მოვიდა ადამიანი კაბელი გაგვიყვანა რა რაღაცა შეიძლება კაბელები უნდა იყოს სერვერები თვითო უბანთან ხალხი მე ამას დენი ჭირდება დაცვა ჭირდება მომსახურება ჭირდება აიტიშნიკები რომელიც რაღაც კოდს წერენ სპეციალურად მე რაღაც სოფტი რომელიც თქვი რომ აი გამოვიგოთ ეს უნდა მოხდარიყავდეს 1 წლის წინ რაღაც სერიოზული ამბავია რა მე დატესტილი იყო წამი ამ ხალხის სისტემაა აწყო ასობით რაღაც 700 უბანია ასობით უბანზე ეს ასეთი რაღაც ააწყო და არც დაგიტესტავს. ხდები აი ვინ გარისკავდა ამის გაკეთებას ქვეყნის გადარჩენაზე ჩალიჩოვდა იგი რუსულ რეჟიმსა და რა ვიცი კაბელს გადაგიჭრიან თუ რაღაც ის ხო სამზრობიშვილიო კაბელი გადაგვიჭრესო რაღაც მიკროფონზეო რა იმასაც კი ვერ უზნოყავი ოდესღაც რომ მიკროფონი ჩაგერთო პრეზიდენტისთვის
აიგე? ხოდა შენ გინდა რომ აი ასეთი აი იცი როგორი აბსურდია რომ აი როგორც პატა ბურჭულადე დაცინის ამორჩევალს რა ეუბნება რომ მე ხა მშვიდობიანად ვამხობ კონსტიტუციას ვიცავ და კანონს არ დავარღვევ ოღონდ ვამხობო რა აი ამას აკეთებ 4 პუნქტია სამს არ გეტყვით პირველია რომ ჩვენია ქვეყანა კი პატა არის მე მეორეს ლელო ასევე დაცინის აი უბრალოდ ასე აი უბრალოდ აი აუტანლად დაცინის ამორჩევალს როგორც გახარია დაცინის გრიგოლიას რა აი უბრალოდ დემონსტრაციულად აი ყველას რო ესმის რომ ამცირებს ისი აკეთებს ლელო და მე მაინტერესებს რა ეფექტი ექნება შეიძლება რომ ამ მთელი ამ კამერების უკან ჩანაფიქრი იყოს რომ ადამიანები ხო რა წარმოდგენებით მოძრაობენ რა ხო და ის რომ ვერ გაყალბდება ანუ ვიღაცების თავში ანუ ადამიანებს რომელსაც არ შეუძლია წარმოიდგინოს ეს მართლა რამხელა პროცესია რამხელა კომპიუტერული ძალა ჭირდება რომ ეს ინფორმაცია დამუშავოს მათთვის ხო არის უბრალოდ განწყობის შესაქმნელი რომ აი ლელომ ისეთი რამე მოიგონა რომ всё ვეღარ გაყალბდება რა მაგრამ ეს რომც იყოს ესე იგი გამოდის რომ სულელები არ არიან მაგრამ მაშინ მატყუარები არიან ანუ გამოდის და ხალხს ატყუებს რომ მე ისეთი რამე მოიგონა რომ ვეღარ გაყალბდება მე რო გაყალბდება მე რა სიტყვის ბავარემ არ გააკეთა კაცო ეთრები რო ქონდა ვეღარ გაყალბდება არჩენებიო ნაღდი იქნება წინა წელს რო ამბობდა რამდენიმე კვირა ამას ბაზრობდა ისა კალანდარიშვილი ყავდა ეთერში და ყველაფერი აუ რა სიამოვნებით მივიდა ალბათ კალანდარიშვილი მაგ ეთერში ო რა კაია ეს ვიხდა ხდები აი უბრალოდ აუ ღმერთო ჩემო ეს და აი იაგომას თქვა ეთერში და აი მართლა წამოიგინე რომ აი თუ რამეა აი ეს რაღაც ოპოზიცია ჩასარეცხია რაღაცნაირად იმიტომ რომ არ შეიძლება აი ისინი უბრალოდ არასდროს არ მოგხსენებენ მაგათი თქოცებს ვერ მოუგებთ არა შანსი არის აი ბლოკია რა ფაქტობრივად გარანტირებოდი რომ ესენი თუ ოპოზიციაა ესენი თუ რაღაცას წარმოადგენენ ქვეყანაში შანსი არის თქოცებს კი რა ვაფშე ვერ მოუგებ აი ვინც არ უნდა ხელისუფლებაში აი თუნდაც აი სხვა ერთპიროვნული მმართველი რო გაჩნდეს რომელსაც აი თქვა კიდევ უფრო ნაკლებ რესურსს ხარჯავს არა ხო ხელისუფლებაში ყოფნა რაღაცა იმას გაძლევს რა აი შემოშენებული გაქვს რაღაცეები აქეთ გარანტირებულად ის გაძლევს ხმას რა ქვია ადმინისტრაციული რესურსი საჯარო მოხელეები იქით გარანტირებულად რაღაც ინფორმაცია გაქვს უსთან ანუ რომც არ ძალადობდე რომც არ რაღაცა მაინც ფულს რო არ ხარჯავდე ძალიან დიდი უპირატესობა და ესეთი უთავბოლობით აი მართლა ვის უნდა მოუგო ვერ ხვდები აი კოცებსაც კი რო ვერ უგებ რომელსაც ამდენი შეცდომა დაუშვეს და მართლა თითო შეცდომაზე დაიდი და ჩააჭირე და არ გაუშვა რა პიტბული ხო ასეთი ამბები კიდე რა ხდებოდა ისეთი საინტერესო ხო შეიძლება ზარები გამოუშვათ რო რამე სანამ ჩვენ ჩავალ ბომდე 5-ით ხარვა 36 სამშობლოს გარჩენის სერვისი ხო ერთი არ ვიცი ამ არჩევნებიდან რა დარჩება მაგრამ ბავშვები რო ქუჩაში დარბიან და სამშობლოს გადაჭრენ სერვისი 36 ძახიან ეგ მიმად დარჩება კი აუ აქ კიდე ის არის რომ ისაო ვიღაცამ დაწერა თავიდან ხა მასაც ჩასკროლობ რამდენი კომენტარი დაწერა YouTube-ზე ერთმანეთთან რა მეკონი კიდე დაინდო იაგო დიანა ოლიკა კი დაინდო აშკარად მაგრამ აი დიანა ყველაზე ნაკლებად დავნაშავია იმ ბარდაკში სტეპილოზე ხდება ზოგადად ნაკლები პრეტენზია ალბათ დიანას პერსონალ დიანაზე თავდასხმა არც იქნებოდა სიმართლე ნუ მართალია მაგრამ ნუ აი ყველაზე ხშირად დიანასთან გვეძახდნენ და იმასთან ანონასთან კი ბატონო მოდი უპასუხო წარს გამარჯობა პირდაპირ ეთერში ბრძანდებით გამარჯობათ გამარჯობა მე მგონი 4-ში ესენი რასაც დაწყობენ აი ეს ბიძინა მახარაძეს ქონდა ეს რა ქვია პაროდიიდან მონოლოგამდე რა თეთრი ვირების გამოფენა აი მაგას აწყობენ მე მგონი რა ой ეგ არ ვიცი ბიძინა მონიშნულმა ალბათ მოუწყო თეთრი ვირების გამოფენა ჩემი აზრით ხალხს კარგი მადლობა ზარისთვის მადლობა არა რაღაც ის არის ეს რა ის არ მახსოვს ეგ თეთრი ვირების გამოფენა რა ეს აღარ მახსოვს რაღაც ეს რომ სად არიან ვირებიო და ვიც მოვიდა ისინი არიან მეგონი ეს ამბავი აი აი ის იყო პერფორმანსი იყო ნუ რაღაც ასეთი აღარ მახსოვს შეიძლება მეშლება მაგრამ ეს ამბავია რომ რაღაცა თეთრი ვირების გამოფენა არისა და მოვიდა ხალხი და სად არიან და ვიც მოვიდა ოკეი არა უბრალოდ მე რა არასერიოზულად რო ექცევიან იმ ხალხს ვინც შეიძლება მართლა გულწრფელად რაღაცა უნდოდეს კაცო რაღაცა უნდოდეს მართლა აღარ უნდოდეს ეს კოცები და რამე მოძრაობის გაკეთება უნდოდეს და პროსტ აი ვინა ცელს უსვამენ რომ ოდნა ვინმემ რამე ენერგია რაღაც მოძრაობა არ გააკეთოს ან ხალხიდან ან პოლიტიკური პარტიებიდან ან საერთოდ ვინმემ რა თვითონ უნდა იყოს წინ ავიძაღლივით
რომელიც არც თვითონ ჭამს, არც სხვა საჭმელს და ამით ხეირობს ბიძინა ივანიშვილი. კი, და ეს არის რა ქვია, მე ესე კიდე კითხვა იყო რომ მაინც გაყავდებაო რა, ამასაც რაც უნდა იმას დაიწერენო და იცი რა რაღაც აი ჩრდილოეთ კორეის ან თუნდაც რუსეთის ამბავში გასაგებია რომ ტექნიკურად ასე უნდა имас დაიწერენ რა ანუ მაგრამ აი უბრალოდ აი რატო ვერ დაიწერეს თავის დროზე რაც უნდა ის სიტუაცია კიცეულებას ხوارდადეს ეს მთელი ამბავი აი თუ გახსოვს რაღაც დებატის გავსი რო ქონდა ახლობადეს მე ხო თუ ის არის მეთქი რა და აი შეიძლება იყოს არჩევნების შემდეგ უთხრებოდ თუნდაც ჩავატარავთ მეთქი ვიდებატოთ იმას რომ არჩევნები გაყავდა და ტყუილია რა იმ გაგებით რომ კიცეულება არ დადე რა ანუ შეიძლება გაყავდა მტკიცებულება არსებობს და იქვე თუ მოусმენდი იმას კი არ ამბობს რომ აი კარუსელები დაატრიალეს და რაღაც ამბობს იმასაც გახარიამ თქვა აი გახარიამ თქვაო რომ შინით რაღაც შეცვალესო რა და იმით მე დაატრიალეს კარუსელებიო თან ვარ გახარია თან კოცია გაიგე აჰა მაგათივე წარმოდგა და უბრალოდ იმ მომენტში გაშიფრავ თელეკოცური სქემა და მე ისე კოცობას დაუბრუნდა აი საქმე გაიგე. მადლი იქნა ქვაზე დადო. და წამან გახარიას გაშიფრული სქემის იმედად დარჩა მთელი ეს ნარატივი გაყალბების და ტიპები ან მარშრუტის ამორჩეული რატყულში ცხოვრობენ რომ ტიპებს რაღაცა დაარტყნეს რომ რასაც გინდა იმას დაწერ. ისე რომ მტკიცებულება არ დადეს. გარდა იმისა რომ აი მაგალითად რას ნიშნავს რასაც გინდა იმას დაწერ. მაგალითად აი პატრულ სტრუქტურა რო წამოიდგინო რა როცა აი შენიანი ტიპებია, აქტივისტი, ფული გადახდენ და იცი რომ თქვა ყავს აი 300.000 ტიპი, რომელსაც აი მიიყვან კი არა საათს რო ეთქვი მაშინ მიიყვან, აი 2.5-ზე თუ გინდა 2.5-ზე. თანამშრომელია რა, სტაფერია, დავარეკავ. ასეთი კოცებს ალბათ ეყოლება 1.5 მილიონი ადამიანი რა, აი ძალიან დაპროგრამირებული საგანი. ზოგი ბიუჯეტის ფულზე ზის, მაგრამ იცის რომ მაგიტო ზის, ზოგი პირდაპირ ესე რაღაც კოორდინატორების სისტემით იღებს ფულს, ზოგი საჯარო მოხელე იყო, მოკლედ, ჯარია, დიდი სამწუხაროდ რომ გაშიფროს კაპიტნებიო და რაღაცები რავი პარტიულ სტრუქტურა ქვია ამას. მეც რო ფული მქონდა ეს, მეც ამას ავაწყობდი. და ყველა ჩემი ამორჩეული მეყოლებოდა ბაზაში, დაურეკავდი, მოვიკითხავდი, დაბადების დღესაც მოვლოცავდი თუ რამე ხასიათზე რო იყოს და ვთხოვდი არჩევნებზე მოსვლას და თუ რამე ფული მექნებოდა მანქანასაც გავუგზავნედი. და კოცები აკეთებენ. ამაში ვერ შეეძავენ. კოცები ნებისმიერი პარტია იყო, ლელო არ აკეთებს მაგას? ხო, ნუ კოცები ძალიან ეფექტიან დაკეთებენ და ძალიან დიდ მასშტაბში. მაგრამ ხელისუფლებაში არიან და დაშინება შეუძლიათ რო რამე და შემდეგ, მაგრამ მე ვსვამ რომ ეს ამით შეიძლება მართობენ რაღაც რა, აკვირდებოდნენ როგორი აქტივობა რაღაცა და აქ გააკეთებდა. ეს ბაზარი არ არის, მაგრამ ეს უბრალოდ შენი ოპონენტის უპირატესობა, რომელიც რავი ვიცი რა. უბრალოდ ეს თქვა 500.000 იქნება თუ 700 ხარ ზუსტად როგორ დათქმა რაღაც რაოდენობა რო ვიცი რომ გარანტირებული ხმები აქვს. იმის ეგეთ არის არაგარანტირებული ხმები, რომელიც უნდა მოიყვანოს deep state-ით დაშინებით, რაღაც ომი გინდა. მაგიტომ იძახის მე სისულელებს ტელევიზორში. ხო, და შენ ამას თუ დაუპირისპირდეს საკაიფო პოზიციას აქეთა ხრიდან იმ არაგარანტირებულ ხმებს წაართმევ. და მოიგებ არჩევნებს, რავი, მიიყვანოს ამდენი გაუხარდება კაცო იქ პრობლემა. ხო და ანუ თერი ამბავი ეგ არის და შენს იგივე უნდა აკეთო კაცო, შენს უნდა სტრუქტურა აწყო პარტიული, შენს უნდა ამორჩეველს შეეხმიანო. მეც ამას ვიზავდი მართლა ფული რომ მქონდეს, რატომ არ უნდა ვქნა ეს? და ერთ-ერთი ვინც იყო ეს, იყო ნაცები, გაიგე, ვისაც ეს შემორჩენილი ქონდა ხელისუფლების დროიდან. და ეხა გაანადგურეს, ეხა დაბრიდეს ეს. კოცებმა ფული გადაიხადეს იმაში, მისცეს კონკრეტულად ახლებს, რომ მათგან ეს, ნუ ახლებს და ლელომაც შეუწყო ხელი, რომ ფულით ის ხალხი, ვინც თქვათ, ესე ძალიან იდეინი ნაცია იყო და აი რაღაც ისეთი რა, ეგ ხალხი ეყიდა უბრალოდ და ნაცებისთვის ეგ სტრუქტურა წაერთმიათ. კი ბატონო, და ფაქტობრივად ნაცებს ქონდა სტრუქტურა, ანუ თავარი დასაყრდენი ეს პოლიტიკა გასაგებია რეგიონებში, ანუ დიდ ქალაქებში, ხა თბილისში თუშეთში შეიძლება ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. თბილისელებს ახლა მასურად ვერ დაურეკავ, რავი, სხვანაირი სიტუაცია, მაგრამ პატარა ქალაქებში სოფლებში ძალიან მნიშვნელოვანია რა, არის ადამიანი ყავდეს ადგილზე, რომელიც იცნობს ამას. ისე კი არა, რომ რაღაც call-center კი არ ურეკავს, იქვე ადამიანია, რომელიც შენობით ელაპარაკება, კარგი ურთიერთობა, გუშინ დალიეს არის. პირამიდა უნდა აწყო რა, ჩვეულებრივი. ხო და რავი, ჩვეულებრივი ამბავია რა, ყველა თელესოფლიოში ყველა პარტია ვისაც ამის რესურსი გააჩნია, ამას აკეთებს. ნორმალური ამბავია. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არჩევნებზე არის შენი ამორჩეული მიიყვანო. ხო, ჯერ იცოდე ვინ არის შენი ამორჩეული, ამიტომ სხვადასხვა ხალხთა აუცილებელი ძირფასო გირჩელებები მიხვიდეთ არჩევნებზე. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ჩვენ ყველა შეგეხმიანოთ, თუმცა ვიღაცას ურეკავთ კიდე სხვადასხვა, მაგრამ ძალიან შეზღუდული რესურსი გვაქვს. რამდენიმე თანამშრომელი ზის და ვცდილობთ მაინც წერტილოვნად, სადაც მნიშვნელოვანია ხო ესე რაღაც შეიძლება გადაიხაროს მანდატი აქეთ, მანდატი იქეთ, ვცდილობთ რაღაც დავრეკოთ, რომ წამოვწევთ სიტუაცია. კი, რაღაცნაირად წავეხმაროთ, თუ რაც შეგვიძლია რა, ეხლა მეტი ხა ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენი მხარდამჭერი ხართ წადით არჩევნებზე და გააფრიათ 26, იმიტომ რომ აი მართლა ამდენი წელი მუშაობდით და შანსი გვაქვს სულიად სხვა ლიგაში რო გადადიხარ ის ამბავია რა სინამდვილეში სხვა რეპუტაცია ექნება თუ რა ზოგადად შეფასება
აი თუნდაც ეს გორბის პირველსამ არ დაიდებოდა ვიღაცას ვთქვა რამდენი იქნება ვიღაცა დაწერდა რაღაცა 5%, 4%, 7% რაღაცა და ეხლა ბაბში დავწერე რა პროგნოზები ჩაყარეთ მეთქი და ვიღაცა 17 წელს, ვიღაცა 20 წელს არ ხდება. შენც კარგად წამოუწიეთ 16%, მე ხო, კაცო, მაგრამ მე მაგარია, მაგრამ ნუ რაც არ უნდა იყოს, მე მგონი რომ მე რო ეს დამეწერა 2 კვირის წინ. ხო, დამახაჰავებდნენ ჩემიანებიც. და ეხლა ხო სხვანაირად უყურებენ, ხდები? და გორბის კლება და ტაბლოზე რო დაიდება არჩევნების შედეგად რაღაც 15% პირობითად. ვაფშე სხვანაირი სიტუაცია იქნება. ნდობით არ უნდა ინდო არც ედისონს არც გორბს. აი რაღაც მომენტში ედისონმა რო დაგვიწერა 5%-ზე ზევით და თითქოს მოლოდინი იყო ჩვენივე ბაბლში რომ მაგრად გაგვიხარდებოდა რა და რაღაცა ამაზე ყიჟინას ავტეხეთ, მაგრამ რო იცი რომ ვიღაცის მიერ მაინც კონტროლირებადია ეგ და რავი, უნდა აგიწევს, უნდა დაგიწევს, ამიტომ არც მოკლედ მაგაზე არ უნდა ინდო. მაგრამ ნუ ერთი შეიძლება თქვა რომ თვითონ წინან კლებებიდან რომ რაღაცა 3% რო ქონდეს 14 არ დაგიწერდნენ. ნამდვილად, ეგეც არის. ახლო არის ხო, ანუ შეიძლება რაღაც პლუს-მინუს 2% აქეთ-იქით იყოს, მაგრამ რაღაც თუ 14% გვიწერია, ეს ეგ რაღაც 10% ყველა ვარიანტი გვაქვს. გორბითან ცდილობს დაემთხვეს ხოლმე იმას, რაც თავის ნაწილში რა, კოცები რასაც ანუ დათვლილი აქვს ეს თავის პირამიდა ამორჩევლების და ხედავენ რომ აი ამდენ კაცი თუ მოვიდა, ჩვენ ამდენი ყავს, ამდენ პროცენტს დავწერთ. დანარჩენებზე მეტნაკლებად ჩვენი რეიტინგი მომენტ არა, ზუსტად დაწვეს, თვალშორის ორი პარტია შეეშალეს, თავისი რეიტინგი შეეშალა და გახარიების და ახსნადი იყო ანუ როგორც ჩანს კარგად ჩაატარეს, იმიტომ რომ დააკლდა 60 წელს და 53 აიღეს და გახარიას ასეთვე 30 ქონდა. თუ რაღაცა ნუ გავსი ანუ გახარიას ამორჩეველმა თქვა რომ პროცესს მისცემ ხვალს. რაც ასევე ახსნადია რომ საჯარო მოხელი იყო სავარაუდოდ. კი, რომ გახარიას საჯარო მოხელებს შორის ყავდა ხადაჭერა რა. საჯარო მოხელები თბილისში და სამეგრელოში და მეტი დიდად არავინ გახარიას ხარს არ უჭერს. ხო და საჯარო მოხელები როგორც ჩანს შეეშინათ ეთქვათ რომ გახარიას ამდენ ხმას და მიუთქვეს რომ ხოსება და ეს იყო დანარჩენი ძალიან ზუსტი შედეგები დადეს რა ასე თუ ისე ხო და ნუ ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის ზუსტი იყო. ამიტომ ეხლა თქვა ვერ იტყვი რომ ვაფშე ასწენელია და გასაგებია რომ ასეც არ მოუტყუებიათ ბოლოს ყოველთვის რომ ცოტა კონდეს, ანუ 25 კონდეს და 13 დაგიწერონ, ანუ 3 კონდეს 13 დაგიწერონ. ყველა ვისიც არ უნდა იყოს ეგ საკვლევი ამბები, ყველა ცდილობს რომ აი ცდომილების იმას რო იძახიან პლუს-მინუს 2%. მაგაში დარჩნენ ხოლმე, იმიტომ რომ მე რაღაც სარეპუტაციო გქონდეთ სათქმელი მომავალში, რომც მომავალში დიდი ტყუილი დაჭირდეთ, რომ იმ დიდ ტყუილს უკან წონა მოქონდეს რა რაღაცნაირი, ხო და მართლა გორბის 9% თბილისში 9 გვიწერია ხო თუ რაღაც? კარგად, 9 ქვეყანაზე გვეწერა და თბილისში ქონდა 13 და რაღაც. ოკეი, ხო. ეგ რა თქმა უნდა პირდაპირ ეგრე არ გჯერა, მაგრამ სადღაც ახლოს რო ვართ, მაგის ზეგზნემა სტოვებს ეგ. კი, ხო, ასე რომ ძალიან ისეთია, ანუ პრინციპში რაღა დარჩა, რამდენიმე დღე დარჩა რა, 2 დღეზე ცოტა მეტი. აი ეს დებატების ამბავს ჩავამთავრებთ. პარასკევს გვექნება კიდე დიდი ლაივი. ნუ დიდი ლაივი მაგეთ 8-ზე დავიწყოთ 1-2 საათი ვიქნებით ლაივში, რომ აი რა კითხვების გექნებათ, ვესწრებით კანდიდატებს, ვინც თბილისთან ახლოს არიან, მოვიყვანოთ, რაღაცნაირად ბევრი ვილაპარაკოთ შინაურულად და თქვენი კითხვები რაც იქნება უპასუხოთ, რომ აი ბოლო, ასე ვთქვათ, მოწოდება წაით არჩევნებზე გირჩი გააფერადეთ და პლუს აი დღევანდელი დღიდან თქვათ მივაჭერთ სარეკლამო კამპანიას უკვე ალბათ ვინც ინტერნეტში ზიხართ შეამჩნევთ რომ სხვა ალაგ-ალაგს ჩვენი რეკლამა უნდა გაჩნდეს საიტებზე, YouTube-ზე და YouTube-ზე გაჩნდა, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტი იქნება ბოლო 3 დღეზე რაც თავს ვიკავებდით ეს თვეები და ფულს ზოგავდით. ისიც ჩვენთვის არის ფული თორე. ხო, ცხადია შეიძლება წინა კვირის ლელოს ან კოცების ხარჯსაც კი ვერ მოვახლოვდე, მაგრამ სხვადასხვაშორის ასეთიც ანუ სიამდვილეშია ეს წეტილოვნად რო აკეთებ ამას და ცოტა რამდენიმე დღეზე აკეთებ. უბრალოდ შეუძლებელია რომ არ დაეტყოს რა, ანუ უკვე ყველგან ჩანს სიამდვილეში. და ნუ გაჯობებენ ტექნიკურად რაღაც, მაგრამ შენ რეკლამასაც ბევრჯერ ნახავენ. მთელი ამ მუღამი ეს არის, შენ რეკლამას მაინც ბევრჯერ ნახავენ. ჩვენი რეკლამა ისედაც ძალიან ბევრჯერ ნახეს გვერდ ტელევიზორებში, აი აკალახებული გვაქვს. ვინაიდან ძალიან ხარისხიანია ეს ყველაფერი, მე მგონი ეფექტის ექნება. იმას შეიძლება 7-ჯერ არჩენო და მე 3-ჯერ, მაგრამ მე ჩემი 3 მაინც უკეთესი იქნება. ბოდიშს არ მოგიხდით ხალხო იმისთვის რომ ბევრჯერ ნახულობთ ჩვენს რეკლამას. უკეთეს ვერაფერს ვერ ნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამეორება ესეთი ხანდახან მოსაბეზრებელი იყოს. აი თუ ეგ რეკლამები მოიტანს იმას, რომ ჩვენ მართლა ისეთი რეიტინგით გადავალთ უკვე შემდეგი არჩევნებისთვის, რომ აი მართლა რაღაცა
წონის გამოსხივებას დავიწყებთ, რომელსაც ჩვენ კი ხვდებით, რომ შინ არსობრივი წონა გვაქვს, მაგრამ იმის გამო, რომ რაღაცა ვიღაცები ცოტა ზევიდან გიყურავენ, შენზე მეტი რეიტინგი მაქვსო, მაგის გამო გაიგნორებენ ხო და აი მაგ წონის გამოსხივებას რომ დავიწყებთ როგორც ელექტორალური წონის, რომ ჩვენ ნათქვამს გავლენა ექნება, აი მაგას რომ დაინახონ სხვა პარტიები, მათი ტელევიზიებიც, ეგ ბევრად უკეთ სათამაშო სასტარტო პოზიციას მოგცემს. ასე რომ ცოტა ხანი აგვიტანეთ. ბევრად უფრო სერიოზული დაბულინგების შანსი გაგვიჩნდება ტელევიზიების, რომელიც აი ესე უსინდისოდ იქცევიან და რაღაცებს აქ გვასწავლიან და რა არც არ წარმოვადგენენ. დაბულინგების სხვა პარტიების, რომელიც არ ლაპარაკობენ, აი ვინც არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ უბრალოდ აი შენ აი ეხა მაინც აი გახარიას რომ ჩვენზე ნაკლები ექნება რეიტინგი, აი სად გამექცევა, თუ ვაფშე იარსებენ, მე მგონი ვერ იარსებებენ, მაგრამ ნუ რაც არის. და ის რა ქვია დიპლომატები იქნებიან, ანუ საბოლოო ჯამში ის არის რა, ანუ ბევრი ადამიანი უბრალოდ შენ სულ სხვა პოზიციით მიუდგები. ხო და თან მე ხე ვიზიტის მინდა დავიეგო გერმანიაში რაღაც, მაგრამ გადადებული მაქვს და ვარცნებს ჩავდივარ. ახალი რეიტინგით ჩავიდეთ, ჯობია. წინა საათში და ხა აზია ქონდა დროს და რესურსის ხარჯვას. ხო და ასე რომ ბევრი გეგმა გვექნება. და ერთი კითხვა იყო რა, მოდი ზარს პასუხოთ. და მე მას კითხვა იყო. გისმენთ. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ, როგორ? ბიკებო, გამარჯობა, ხომ გახსოვთ ეს სიმღერა? რა გაქვს ბიჭო ასატანი რა, რეკლამები გაქვს გენიალური, სახალისო. დღე-დღე რომ მარტო საჭმელებს აგეთებს, ის ხალი მეუბნება დედა რა რეკლამაო, გადასარევიო. მადლობა. და ყველა ის მე უკეთესი, მაგრამ ის სერვისი, სამშობლოს გადაცემის სერვისი ეგ ყველა საჯობია. თქვენ რა შევით, მიდიხართ 4-ში და აფერადებთ 26-ს. და რას მეუბნები საბო? მიდიხართ 4-ში და აფერადებთ 26-ს. Roma raskia, გავაფერებთ კი არა ჩემს გარშემო, ბიჭებო, რამდენი გაკეთება მიდოდა და ვერაფერი ვერ გავაკეთება ჩემს გარშემო, ყველა მოდის, ახალგაზრდები მოდიან. დარწმუნებული ვარ, ბევრს იმუშავებდით მაგაზე და არ დაგეზარებოდეთ. რატო ჩემი შვილები აი თქვენ ბებიებო, ბებიებს დაუჯერეთ ჩვენი შვილებო, მართლა დამიჯერაყვათ შვილები. კარგით, მადლობა. არა, მოიცა რაღაც უნდა გითხრა. საბო, ამასინაც YouTube-ში ამოვაგდო სამხალთა რომ მიყავით, კვოტებზე რომ ლაპარაკობდი. ორი რომ მაგრა ბოდავდა, ორი გოგო, ორი ქალი და მესამე რომ ბოდვაში ეხმარებოდა. და თქვენ მარტო ღვინის ლიდერიებით რა გეთქვათ, ბაზი ბოდავდა, მარტი ბოდავდა და ის მესამეც მაგათ ეხმარებოდა, კარგად რო ებოდიალათ. მახსოვს. შემეწოდე, მაგრამ ღვინის რა გეკრა როგორ არა, შესაძლებელი მაგენი იყვნენ, მე რა მიჭის შესაძლებელი მარტო. შემოგევლეთ ბიჭებო, აბა თქვენი. მადლობა. აბა ჩვენი დიზდებით, ნუ გეშინიათ. თქვენ გაიზრდებით და ბევრ რამეს შეცვლით დაფაზე. ზოგ დააფასებ და ზოგს კიდევ გადააფასებ. შოთანიშნია ის ლექცია ეგეთი. კარგით, მადლობა. კარგად ვიო. ამასობაში მოვიდა კავკასიიდან შეტყობინა რომ არ ჩატარდება დებატები, იმიტომ რომ ჩვენს გარდა არავინ არ დათანხმდა. არ მექნება ჯანგოსთან ეთერი, არ სიზამ. აუ, იმენად იმას რა ქვია. დვალიშვილს რო გულშემატკივრობდე UFC-ზე და რო არ ჩხუბობდეს. ანუ არც ერთ ჩხუბზე რო არ მიდიოდეს. რამდენი ხანი გაკაჩავთ მის გულშემატკივრობას? მე უკეთესი მაჩხუბარი ვარ, დამდგომ არ გამოვა. აი ნახე, კედელს როგორ შემიძლია დავარტყა ჩემთვის. ნახე და შენ რო ჩემპიონიაო რო იწახი. ხო და ერთი კითხვა მაგაც ხარდაჭერები რა. აი ეს ამერიკის შატდაუნზეო თქვითო რა, რაღაცა დაუმტკიცეს ბიუჯეტი რაღაცა და მე მიხარია ხოლმე ეგეთ რაღაც. თელი ბურღამეს. თავრობები რო როგორ აუხსნათ ეს, რომ აი ამერიკაში რა ფრთხილა პრობლემაა პოლიტიკური, რომ ესე იგი ერთმანეთს აბულინგებენ, რომ შენს გამო გაჩერდაო თავრობაო, რესპუბლიკელები ეუბნებიან დემოკრატებს, დემოკრატები არა თქვენს გამო გაჩერდა თავრობაო და რა კარგია რომ გაჩერდა თავრობა, ანუ ხვდებით, ანუ ხალხს გონია რომ ეს თავრობის რაღაც არსებობა არის კრიტიკულად აუცილებელია რა და ბიუჯეტს თუ არ დაამტკიცება, აი ჩვენ თავრობას ბიუჯეტი არ დაამტკიცოთ, წინა წლის ბიუჯეტი იმუშავებს და წინა წლის ბიუჯეტი ის ცხოვრება და პეტინიერება იქნება, გადასახადება გაგეზდება, არ გაგეზდება, ნაკლებად გაგეზდება.
ახალი რეგულაციები არ გაჩნდება და ზოგადად ხალხი მიხვდება, რომ პასიური მთავრობის პირობები ბევრად უკეთესია, ვიდრე აქტიური და მთელი ისტერიკა, რაც ახლა რესპუბლიკელებს და დემოკრატებს აქვს მოწყობილი და ეს ყოველჯერ ასე ხდებოდა, როცა შატდაუნი იწყებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, ისტერიკას ატეხავდა. იყო იმიტომ, რომ შეთავაზა ხალხმა არ დაინახოს, თუ რომ მთავრობა არ ჭირდებათ. სად იყო? ბელგია იყო, ხო? ია, წელიწად ნახევარი მთავრობის გარეშე. მთავრობა არ ყავდათ. აი და ბელგიელები უფრო კარგად ცხოვრობდნენ. ხო და მეტიც ერთხელ იყო აღარ მახსოვს ვინ იყო პრეზიდენტი, ну აი არც წარსულია, ну ასე 10 წელი მაქსიმუმ რა. ან ბაიდენი იქნებოდა, ან ტრამპი, ესე იგი შატდაუნი გაიჩნდა და რა გააკეთეს, იცი? დახურეს მუზეუმები და ეს რაღაცეები, რომელიც აი იელოსტონის პარკი დახურეს, რაღაც ხალხსაც მიდის, თუ აი ნახეთ, თუ არ იქნება მთავრობა, ის ბიუროკრატია კი არ გაუშვეს და რაღაც სამინისტროები და ხალხი არ გაუშვეს, კი არ დაზოგეს ფული და აი ესეთი რაღაცები გააჩერეს, რომელიც ხალხს ჭირდებოდა რა. ხო, აი ეგრეა, რომ აი მთავრობის გარეშე როგორ იქცევა ქვეყანა, გაიგე? ხო და აი სინამდვილეში ძალიან მაგარი რაღაცა არის, რაც ამერიკაში უბრალოდ მე არ მგონია რომ დიდხანს გაგრძელდება. ისინი ყველა ხვდებიან დემოკრატების და რესპუბლიკელების ისტაბლიშმენტის ინტერესებში ეს არ გაგრძელდება დიდხანს, იმიტომ დიდხანს რო გაგრძელდეს. ამერიკელები მიხვდებიან თურმე რა კარგი ყოფილა ეს შატდაუნია. და ისე დააშაუნებენ თავის თავრობას, რომ მე кайხანი აღარ გაიხსნება ყოველთვის იგივე ფორმით როგორც არის და ასეთი ამბებია და ესეც უბრალოდ კარგი მაგალითია. აი ხალხის დიდი ნაწილი ტყუილში ცხოვრობს, უბრალოდ აი აბსოლუტურად მეც ხომ მანდ ვიყავი კაცო მთავრობა მეგონა რაღაცა სამყაროს ჭიპი და მეგონა რომ მაგათ გარეშე არაფერი არ ხდება. ზე არ სუფევცის კამარაზე წვიმა რაღაც არ დაქრის. სიყვარულო. ყველასე მოდივარ რაღაცა სკოლაში რაღაცა უსწავლების გასწავლე უნივერსიტეტში რაღაცა გასწავლე რაღაცა. ბოლოსში ხო აი კაი ვიღაცა ჩილოთკურეში შანსიც არ აქვს გაიგოს, გაიგე? და ჩვენ ქვეყანაში აქვს შანსი. აი თან როგორი შანსი ის კი არა, აი იმიტომ კი რომ მე ეს თქვი მაგალითად, ან შენ თქვი არ ვიცი რა თქვა. წამოგე ჩვენ ამას ვამბობთ წლებია და ლაივში ვამბობთ, დღე და ღამე უბრალოდ აი როცა კიდე დამირეკე და მითხარი რამე საწინა, რამე არგუმენტი მიპოვეთ ჩემ წინააღმდეგ, გაიგე? და შენ ამ არგუმენტს ვერ პოულობ და მთელი ქვეყანა ხედავს რომ ჩვენ მზივართ აქ საათობით ლაპარაკი, რამდენი საათი ვაქვს დალაპარაკი. ყველაზე რას კავერსაც ცუც რას მეცას იზამენ ჩვენი ოპონენტები ამ 1000-ობით საათს რომ ჩვენ დალაპარაკები რაღაცას ამოჭიან, მოჭიან, რომ რაღაცა ვიღაც სულელს რაღაც მოაყვა გაექცავით ამ იქ რა და. ხო, რომ აი ეს რაღაც კონტექსტში ასე რომ იქნება ვიღაცამ ამორჩევლმა ვერ გაიგოს, ან ვერ მოხარშოს, არ უნდა გაგაშაოს. და 1000-ობით საათი ვაქვს დალაპარაკები ლაივში და ამას ყვებით პრივატიზაცია ეროვნული ბანკი ასე პარლამენტიდან გამოსვლა ეთერები გამოსვლა რომ შეაჯამო რამდენი დალაპარაკები და თან რა მარტივია ჩვენთან წტომა ვინმეს კონტრარგუმენტი რო კონდეს კობას ვეუბნებოდი მაგათ რომ რამე კონდეს ჩემ წინააღმდეგ როგორ არ გამაშავდნენ პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნალსთან კაცო აბა ხო მათ ინტერესი იყო დედაეტირა ჩემე თუ შეეძლოთ ხო უბრალოდ არაფერს არ ხო გარბოდნენ და იგივე ხო შეიძლება თელ ქვეყანაზე გაავრცელო კაცო ამდენი ხანია ვლაპარაკობთ რამდენი გვერდა პრივატიზაციაზე რაღაც ჩამჭრელი კითხვა გადასახადებს რაღაცა და აი ვიგერია და ბოზ აღარც კი გაგეთ რომ აი თან ის ავტორი იზრდება პერსულ მეტი გვიყურებს და ჩამჭრელი კითხები არ ჩდება იმიტომ რომ მაქსიმუმ იგივე კითხვით მოვიდეს ვინც არ ნახა წინაზე შენი რაღაცა ნაპასუხები ხო შეიძლება იყოს ახსნე ახლა თქვა 200 კაცი YouTube-ზე ვიყურებს 500 კაცი Facebook-ზე ვიყურებს და ახლა ხო მივესალმეთ Facebook-ზე მაყურებლებს და კაცი ვიყურებს ახლა live-ში მარტო აქ ტელევიზიაში გადის ეს. რამდენი ადამიანი გვიყურებს რა? და აი რაღაცას ვაი ხა ვამბობ რომ მთავრობა რო დაეჩადა, კარგია ხა მე დარეკა, ვიტყვი მთავრობა როგორ შეიძლება აი მოდი იქნება რაღაცა დარეკა და იქნება ეს ვიტყვი. აბო, და გამარჯობა პირდაპირ ეთერში ხარ. გისმენთ? დაგვაერთო ტრამპი გებორებთან. უკვე პირდაპირ ეთერში ხართ. სიგნალი ტელევიზორში მოდის დაგვიანებით. თქვენ უკვე რო რეკავთ, უკვე პირდაპირ ეთერში ხართ. აჰა, გამარჯობა. მოგესალმებით, ვიგერო. გურიდან ხო არ გვირეკავთ? არა, ის შეიძლება. საცხა დასავლეთი ვიგრძენი ხმაში და მაგითო, ბოდიში. გაიხარა, გისმენთ მეგობარო. ერთი რაღაცა ვიარო კითხვა და ხშირად ვაწერე საუბარს განაცემებს და იაგوار არის ეს სამწუხაროდ. ო, არა. იაგოსა არ მიცინოთ ვიჯობდა მეტი რაღაცა იუყვას, სულთა ბაზარი უყვას მედიკაფილტრული და მაგრამ იმაშება იცის რომ ერანკესები უნდა დააგოს და ერთი რაღაცა ვინა რომ კითხოთ ვიჯება. ეს რატო არ გაირკვა ვიჯო ფაშიზმი ჩვენთან ეგ მაინტერესებს. ხაზარაძე და ესო მასშტაბია. ეს ოქროს კოშკებს რომ პირდებია პალიცემულები. დიახ.
ეს ამას რო კაცი დაიგერებს მაგათ გვერდში რომ ხალხი განა უბრალოდ მენ ჩვენია მაგათ შემკორე რო ქართველი ვარ მაგით რა ოსტო ელემენტარულ რაღაცას გეტყვი აბა TBC ბანკში გავხსენი ანგარიში რაღაც თანხას ველოდებოდი და უნდა დამრიცხოდა და ერთ კვირაში მე ადამიანებს ეს არ ეჭვით ბარად არაფერი გაუკეთებია მივდივარ ბანკში და მეც გამიუყვე ტრანსპერატი და რასე უნერია იცი თქვენ ეს საკათასახადოს ვალი გაქვთ და ესაო ამის გამო ვერ გაგიუყვეთ ბარად და ასეთი ხალხი მოის მე თუ ვალი მაგდა და დაქცეული ვარ კიდო და ახლა მომივიდა ეს იგი 4508 ლარი გახო დავალიანებო 8 ლარი წაგიმატეს 4508 ლარი დავიმატე ეს ჯარიმები რომელიც არაფერი მოგებულები ერთი ფუნქცია და შეუსრულებია ბარად და ასეთი ხალხი მოდის როგორც გრიგორი ჩორა გაათამაშა ის 5 მილიონი ყველა იმას სოფელს და იგი და ვეშველება რამე გითხარე ჩემი ვეშველება შეიძლება ისე სწრაფადა როგორც ჩვენ გვინდა და მაგრამ გვეშველება მადლობა ზარის მადლობა ტელევიზორში გიპასუხებთ თქვენის ნებართვით ну ხაზარაძესთან ეხა ის ვერ გავიგე კაცო თქვა მე ბარათის მომსახურებას ხო იხდი ხოლმე რა და თუ არ მიხურავენ ბარათს ესე იგი ზალით მომსახურება უნდა მახდებინო ალბათ ეგრე გამოდის ყოველთვიურად ალბათ რაღაცა ჩამოგეჭრება ცოტა მაგრამ მაინც ანუ გავიგე კაცო ანგარიში მქონდეს ანგარიში ხო ჭირდება უბრალოდ ანგარიში თუ გაქვახსნილი რა რაღაცა ბარათს ხო რაღაც ჭირდება არ ვიცი ხო აი უცნაური ხო ხაზარაძეს რაც შეეხება და მის დაპირებებს აი მე მილიონე პოლიტიკოსია რომელიც მასე დაპირებებით მოვიდა აი ჰაერიდან მოტანილი ტყუილებით როვერ კალკულატორით ანუ კომპიუტერი და ის კი არ ჭირდება კალკულატორით რომ მიხვდები რომ რაღაც არასწორს გეუბნება რა მართლა მიმატება გამოკლებით და გამრავლებით ხო და ну აი რატო უჭერსო ხალხი და რატო უდგას გვერდზე ამაზე გქნება სულ კარგი ვიდეო ეთერის შემდეგ ფული ბაბა ბევრი ფული უმეტესობა გვერდში ვინც დგას მაგით უდგას და ხარს რატო უჭერს აი დაბეჭავებულია ქართველი ხალხი ბევრი რამის გამო აი განათლების გამო მათ შორის უპირველესად და მაგიტო ვაკეთებთ განათლების პროექტს სკოლა გვაქვს იცით გავხსენით მეორე თვეა და იქნებ რომ აი მაგ მიმართულებიდანაც რაღაცა ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ პრაქტიკულად მარტო სიტყვით კი არა საქმითაც ხო და აი დაბეჭავებულია ქართველი ხალხი და რომ მოისმენს რომ ვიღაცა ორი ტყუილს ეუბნება ერთი თუ მეტი ტყუილია იმის უფრო ჯერა აი ეგრე გვაქვს წამხდარი გონება რა ვქნათ მაგრამ მაგის გამოსწორება რა გითხრათ აბა ახლა თქვენ მოისმინეთ და ეგ თქვენით მიხვდით და გამონაკლისი ხალთ ალბათ მაგრამ აი თქვენს მეც სანდროც იაგოც რავი სოფელში წეღან ბებონო დარეკვა ყველანი რომ რაღაცას ლაპარაკს დავიწყებთ და მაგაზე ჩაჭერას რომ დავიწყებთ იქნებ რამე გვეშველოს იმიტომ რომ ცვლილება ან ძალით უნდა მოხდეს ან ნებით და ქვევიდან ხო და ძალით ცვლილების მოხდენა აი როგორც წესი სისხლი მოყვება ხოლმე და არ არის კაი საქმე შეიძლება გამოვა სიტუაციაში დაგჭირდეს და გამოიყენო მაგრამ აი მაგას ჯობია რომ ლაპარაკით მოაგვარო როგორც ნებისმიერი კონფლიქტი ჯობია დაილაპარაკო და ისე მოაგვარო სანამ ვიღაცას სისხლს დაღვრიან რაღაცა დააზიანებ ხო და აი რა ვიცი ჩვენ ვივართ ლაპარაკობთ რითაც შეგვიძლია არჩევნებში ყველა არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ ყოველთვის გაძლევთ შანსს რომ კაი საქმე გააკეთოთ ჩვენთან ერთად გაიზარდოთ უფრო მეტი გავხდეთ უფრო მეტ ადამიანს მივწდეთ ცოტა მეტი ფული გქონდეს ვიზდებით კიდეც კი ну რა ტემპში მეორე საკითხია ეხა აჩვენები გვანახებს რა ტემპში მართლა მაგრამ მოკლედ რავი ჩვენ გასაკეთებელს მგონია რომ ვაკეთებთ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებს ამაზე მეტი არ მგონია მოთხოვოთ ვინმეს ან შეეძლოთ ვიღაც ახალი ხალხი დაგვემატება კიდევ უფრო მეც და სხვანაირად გააკეთებენ ხო და ასე ლაპარაკით და შეიძლება სიტუაციურად კიდე რაღაც სიტუაციის თავზე დაცემით რაღაცები შევცვალოთ კი ბატონო კაი ნუ გავიდეთ აქ უბრალოდ იყო რომ კარგი ეთერი იყო ფორმულაზე და თარგამაძესთან იქნება იაგო და კიკდამიძეს ჰქონდა დილას და აი რაღაც ეკონომიკაზე კითხები ეროვნული ბანკიო ესე და აი ხო იცი მართლა რაღაც აი
მეც რო გაინტერესა, აი უბრალოდ აი ნორმალური ეთერი იყო, მართლა მეც შედათ კარგი ხასიათი გამოვედი რა და აი უბრალოდ ასეთი რაღაც ეთერები რო იყოს რა, ჩვეულებრივად, იქაც მეორე პოლიტიკოსი ისდეს, რომელიც ვერაც სხვაგან ვიქნებოდი, რა უნდა ამას გაკეთებინა. თემაზე ლაპარაკი რა კაია. კი, მართლა რაღაც TBC-სთან პრეტენზია რო გაქვს, რატომ აქვს მოგება, ნუ თუ არ შეიძლება გაარჩიოს, საიდან ეს მოგება, პრობლემა საბოლოოდ TBC არის ეროვნული ბანკია და თუ გინდა რომ შეცვალოს ქვეყანა და აღარ იყოს იგივე რასაც ახლა შენ პრობლემად ხედავ, ეროვნული ბანკს უნდა უშველო. აი როგორ აი ხო ხდები ეს რომ ერთი 20 ჯერ ყოფილიყო საკაიფო ეთერი ფორმულაზე ტელეპროზე ხალხმა მას გაიგებდა და ადრესატი ბრაზის იქნებოდა სწორი. და ასე რამდენი თემა უბრალოდ და მე რაღაც კარგი ეთერი იყო მართლა რა ვიცი ტინაზე მართლა რა ვიცი მადლობა რომ რაღაც მოწყარდი ლაპარაკეთ რაღაცებზე მაგრამ უბრალოდ აი ეს ხო იმის მაგალითი რა შეიძლება იყოს თუნდაც ბერად უკეთესი შეიძლება სხვა როზე იყოს მაგრამ აი მარტო ვიყავი და რაღაც მაგრამ ნუ აი ესეც სამხელა კონტრასტია სხვა ეთერებისგან განსხვავებით. რომ გამოდიხარ და ხვდები რაღაც დრო დახარჯა და არაფერზე წესია დაგლაპარაკე, რომ უბრალოდ აი თემა რაღაც საჯიში. ნერვები გეშლება შენ თავი. კი, კაი. სკოლაზე რა ხდებოდა და მე მგონი რაღაცნაირად სკოლას კარგად მიდის საქმე, მაგრამ სკოლაში ხურავთ პირველ სესიას, ჩვენ ორთვიანი სესიები გვაქვს, თითო სესია, თითო პროექტია. ამ სესიაზე ხურავთ იმით, რომ ყველა სტუდიამ, ანუ კლასებმა, რომ მარტივად გაიგოთ რა ზესაუბარი, დაწერეს თავიანთი კონსტიტუცია, თავიანთი სტუდიის წესები და ამ წესების დარღვევისას რა ხდება. ძალიან საყვარელია შუა სტუდიას აქვს, რომ პირველ დარღვევაზე 5 ჯერ უნდა აირბინო და ჩამოირბინო მეოთხე სართულზე სკოლის. მეორე დარღვევაზე სტუდიოს დალაგება გიწევს მარტოს. მესამე დარღვევაზე რაღაცა, მეოთხე დარღვევაზე სახში გიშვებენ ერთი დღით და მე მოდიხარ წერილით, ბოდიშის წერილით და ოღონდ თან უნდა დაგიჯერონ რა, ისე წერილი უნდა იყოს, რომ დაიჯერებოდეს. ანუ თუ მოდიხარ და გვეკაიფები ამ წერილით, რა ესე კაი ბოდიში ესე თუ იძახი არ მიგიღებენ რა და თავიდან გიშვებენ სახში. და მოკლედ აი ძალიან კაია, ამ კვირის ბოლოს ხურავთ ამ სესიას და ხელმოწერა იქნება. ეს შენი ვიდეო უკვე დაიდო რა, ხო. მაგარი ვიდეო დაიდო ხალხთან, ამიტომ შეიძლება ლაივისას ჩვენ გადავაცილეთ ალბათ და სკეჯულებული. ხო, მაგრამ 1 წუთით რო გადაეწია რა ფიქრ. მე არა უშავს რა მნიშვნელობა აქვს. დაგეშვიდობებით ხალხთან, არ დაგავიწყეთ არჩევნები ამალია, ხმუნდა მოხვიდეთ გაბერძოთ 16. ჩვენ ვიდეოს უყურეთ ძალიან მაგარი ვიდეო და ხო გაშავთ ეგრევე Facebook-ზე და YouTube-ზე. Facebook-ზე გადადით და ნახავთ უმაგრეს ვიდეო. კაია, კარგი. შეხვედრამდე.